მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა 360 გრადუსი, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დღეს ერთად, მაგრამ ცალ-ცალკე. როგორც ჩანს, დიდი ოპოზიციური ერთობა, ერთი ბრენდის, ერთი სახელის ქვეშ და სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ვერ შედგება. კონსულტაციების დაწყებამდე საქმე არც მისულა. სხვადასხვა ფორმით უკვე თითქმის ყველა ბოიკოტში მყოფმა პარტიამ დააფიქსირა, რომ წინააღმდეგობისთვის მზად არის, თუმცა ამისთვის პოლიტიკური იდენტობის დაკარგვა არ სჭირდება. დღეს უკვე ნაციონალურმა მოძრაობამაც დააზუსტა, რომ რევოლუციის თარიღი წინასწარ არ ანონსდება და რომ ფსონი რომელიმე ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს, რადგან საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა უპასუხისმგებლობაა და დასავლეთშიც უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება. ოპოზიციურ პარტიაში თავისი 5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა აქვს, რომლის განხორციელებასაც დემოკრატიული პოლიტიკური ძალების რეალური კონსოლიდაცია და ერთიანობა სჭირდება, სადაც ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ წამყვანი პოლიტიკური ძალა, არამედ სანდო პარტნიორიც იქნება. უფრო მეც ნაციონალური მოძრაობის გეგმებზე გიორგი ბარამიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი ისაუბრებს. მოგესალმებით, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. მე მაინც თქვენთან საუბარს დავიწყებდი თქვენი პოლიცაბჭოს წევრის ლაშა ცანავას დაკავებით. დღეს ვნახეთ ხომ სუსის ბრალდება არის თაღლითობის მუხლი, თუმცა მიუხედავად ამისა არაშინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს მის საქმეს, არამედ სახელმწიფო საფრთხეების სამსახური. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ლევან ხაბეიშვილისთვის, მათ შორის ეჭვს, რომ ამ ყველაფერში არის პოლიტიკური ინტერესი და სარჩული ქართული ოცნების და სუსის მხრიდან და რომ შესაძლოა საბოლოო სამიზნე თავად ხაბეიშვილი აღმოჩნდეს. მის ეჭვებს და მოლოდინებს თქვენ თუ იზიარებთ? რა თქმა უნდა, ვიზიარებ. ლაშა არის ერთ-ერთი აქტიური, მებრძოლი, პატრიოტი კაცი, რომელიც როგორც შეუძლია, ისე ცდილობს თავისი შრომით არჩინოს თავისი ოჯახი, მათ შორის იუსტიციის სამინისტროში კლიენტებისთვის მომსახურების ფორმით. ისე სულ მუდმივად არ გამოუტოვებია არც ერთი აქცია, არც ერთი ბრძოლის მშვიდობიანი ველი, განსაკუთრებით ახლოს პირადად მეგობრობს ლევან ხაბეიშვილთან, არის ჩვენი აქტიური წევრი და ბუნებრივია ეს მორიგი სუსის პროვოკაცია, ყველასთვის კარგად არის გასაგები, რისკენ არის მიმართული, იმისკენ რომ რამენაირად ჩვენი წევრები როგორც არის ლაშა თუ როგორც აქამდე დააკავეს და დააპატიმრეს აბსოლუტურად გამოგონილი შეთითხნილი ბრალდებებით დააშინონ რამენაირად ჩვენი ორგანიზაცია, ნუ ეს ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობისთვის ახალი არაფერი არ არის. ნაცვლად საქართველოს ფეხზე დაყენებისა, ხალხის გამდიდრებისა, სამუშაო ადგილების შექმნისა, პენსიების მომატებისა თუ ხელფასების გაზრდისა და ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისა, ბიზინა ივანიშვილი მუდმივად რასაც გულწრფელად პირდებოდა ჩვენ საზოგადოებას, არის ნაციონალური მოძრაობის განადგურება. ნუ ესეც მან ვერ შეძლო, კი ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა მთელი ამ 13 წლის განმავლობაში, მაგრამ მისი ამოცანა რჩება, რომ ნაციონალური მოძრაობა გაანადგუროს. ჩვენი მთავარი ლიდერი მეოთხე წელიწადია პუტინის მითითები და განკარგულებით ყავს საპატიმროში. და შურს იძიებენ სწორედ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოზე, შურს იძიებენ იმ პრეზიდენტზე და იმ მთავრობაზე, რომელმაც გაბედა და პუტინს არ დაუთმო. ბატონო გიორგი, ალბათ დამეთანხმებით, თუ ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის დასუსტება აქვს გადაწყვეტილი და გამოგონილი აბსოლუტურად ბრალი ლაშა ცანავას მიმართ, მაშინ იგივე მიდგომით უფრო აქტიური, უფრო პოლიტიკურად მე კი არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, შესაძლებელია შიდა საკითხებში მასზე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები არის პარტიული თვალსაზრისით დაკისრებული, მაგრამ საჯაროდ ვინც ჩანხართ ხო პოლიტიკური ლიდერებიდან, მაშინ მათ მიმართ გამოიგონებდა რაღაცა გამოგონილი ბრალდებით მოახდენდა მსგავს დაკავებას, განახორციელებდა მსგავს დაკავებას ქართული ოცნება. თუ კი მაგალითად ეს ქმედება თქვენთვის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ აქვს გადაწყვეტილი ნაციონალური მოძრაობის დასუსტება ბოლომდე. რომელი არა აქვს, რომელს შეეწინააღმდეგებით ბიზინა ივანიშვილს არა აქვს ნათქვამი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის გასანადგურებელი და მაგრამ ამ შემთხვევაში თავარი სამიზნე არ იქნებოდა ლაშა ცანავა და მაგალითად იქნებოდა ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ასევე აქვს მოლოდინი, რომ მაგიტომ გითხარით, რომ მიხეილ სააკაშვილია ჩვენი მთავარი ლიდერი, სწორედ იმიტომ მზის დღესაც ოთხ კედელს შორის
რომ მან გაბედა და პუტინს შეეწინააღმდეგა, არ დაუთმო ჩვენი ქვეყანა და ამაზე დიდი დარტყმა რა შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მით უმეტეს ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორც არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი მემკვიდრეობიდან, ჩვენი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ძალიან მჭიდროდ, უშუალოდ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, მის ავტორიტეტთან, მის ბრძოლასთან და მის ლიდერობასთან, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ჩვენ უკვე ვიცით 4 წლის განმავლობაში რასაც აკეთებენ, მანამდე მუდმივად იყო ჩვენს ოფისებზე თავდასხმები, ჩვენი წევრების ცემატყება, თავის გატეხვა, სროლები, რა ვიცი, მკვლელობის მცდელობა და ჩვენი პარტიის თავზე დოლობის ქვა არ დატრიალებულა, რა ვიცი, რამე ვინმეს დააგაკლდათ და ვისაც ნაკლებად ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა თუ რა, ამჯერად ამ ეტაპზე არის ლაშაცანავა, მომავალში ჩვენ უფრო უარეს ველოდებით, რომ მის დაკავებას აპირებენ სახელმწიფოს გადატრიალების ბრალდებით და შესაძლებელია თქვა თავისი პოსტი დაწერა, ვიცი ეცნობით ამ პოსტებს. თქვა რომ ჩვენს ლიდერებზე, მათ შორის ლევან ხაბეიშვილზე, როგორც ერთ-ერთ აქტიურ მებრძოლ და უკომპრომისო ადამიანზე, რომელიც განსაკუთრებით ამ ბოლო დროს უფრო ასე ვთქვათ, მებრძოლის სულით გამოირჩევა, ყოველთვის ასეთი იყო ლევანი, მაგრამ ამ ბოლო დროს მან ბევრი რამ ისეთი გააკეთა, რაც ძალიან ატკინა ამ რეჟიმს, მოღალატეთა რეჟიმს, კერძოდ შიგნიდან გამოიტანა ინფორმაცია, რომ ერთმანეთს ჭამენ, რომ ეს რეჟიმი უკვე ერთმანეთის რაღაცა წინააღმდეგ ბრძოლით არიან დაკავებული, რომ ბოლომდე გაიხრწნა ეს რეჟიმი და იქამდე მიყავთ, რა თქმა უნდა, მათ შორის, იმიტომ რომ ეს ამ რეჟიმისთვის, ამ ბანდისთვის ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ ამ ბანდაში ხედავ ჩვენ რომ რაც ხილული არის საზოგადოებისთვის ბევრი რაღაცა ჩვენ რაც ინფორმაციას ფლობთ, ამაზე რო არ ვილაპარაკოთ, რაც გამოჩნდა კიდევაც, რაზეც ლაპარაკობდა კიდევაც ლევან ხაბეიშვილი და ჩვენი წევრები, პრეზიდენტ სააკაშვილიც, რომ ადამიანი იქამდე მიიყვანეს მათი ერთ-ერთი ლიდერი, რომ თავს აკვლევინებდნენ, ხო? იმას ამბობენ, რომ არა, ჩვენო არ მოგვიკლავსო, ჩვენო არ გვისვრიაო, თვითონ იკლავდა თავსო. ეს გეგონებად უფრო თავის გასამართლებელია, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა არის ამ ბანდაში, რომ ადამიანმა გადაწყვიტო თავისი თავი თვითონ ასე ვთქვათ, თავის სიცოცხლე თვითონ მოისპოს და მოიკლავს, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ჩვენ ვიცით, ლევანი ამბობდა აი ამ სუსის უფროსზე, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, შიგნით ამ თავდაცვის სამინისტროზე და სამართლებრივი სართული ხო ჭირდება ხაბეიშვილის დაუშვათ დაკავებას. გამართლდა ანუ რა არის საფუძველში შეიძლება არის მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებული რომ პიჯაკები იყიდა და ჰილარი კლინტონს გაუმასპინძდა და ლეხ კაჩინსკის საფლავზე ბრალდებით და მსჯავრიც ფორმულირებული ანუ ხო შესაბამისი მუხლებით არის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძურული ხო კი ბატონო ხო და ამ შემთხვევაში ხაბეიშვილის წინააღმდეგ რა შეიძლება იქნას გამოყენებული ანუ განცხადებები რომელსაც ის აკეთებს რომ აი 4 ოქტომბერი უნდა იყოს დედლაინი რომ უნდა რა ვიცი გადავატრიალოთ თუ გადავაყირავოთ ბიძინა ივანიშვილი რაც სხვათა შორის კამათის საგანი გახდა თვით ოპოზიციაშიც და თუ მიხეილ სააკაშვილს აქვს ინფორმაცია რომ არის საფრთხე ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაკავებისა არ ვიცი ამ თუ სხვა ბრალდებით ხომ მაშინ თქვენ უფრო მეტი უნდა იცოდეთ ვინ შეიძლება კიდევ აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში სამიზნე ვიქნებით და ვართ უკვე დიდი ხანია თითოეული ჩვენთაგანი კიდევ ერთხელ მომობ ლევანი ერთ-ერთი პირველი როგორც ის ადამიანი რომელმაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან მტკივნეული დარტყმები მიაყენა ამ რეჟიმს და აქედან გამომდინარე ლევანი ამიტომაც გამოყო მიხეილ სააკაშვილმა და გასაკვირიეს არავისთვის არ უნდა იყოს ხოლო რაც შეეხება ბრალდებებს, რასაც თქვენ ამბობდით, შეთითქმული ბრალდებები არის, შეთითქმული ბრალდებებით არის აბსოლუტური უმრავლესობა იმ პოლიტიკური ლიდერებისა, ვინც სხედან ციხეში, შეთითქმული ბრალდებებით არიან ის ახალგაზრდები და აბსოლუტურად გაუგონარი ბრალდებიძის თქვენი კოლეგა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი თითქოს ტკივილი მიაყენა იმ ნაძირალას, რომელმაც ქალბატონს შეაფურთხა და შეაგინა და თურმე ქალბატონისგან ესე მოქნეული ხელი ყოფილა 7-დან 8 წლამდე თუ რაღაცა უბედური
უბედურება დასჯადი. ხო, ეს არის ყველაფერი შეთითხმილი. პრეზიდენტ სააკაშვილიძის რუსეთის აგენტის და დღეს უკვე ქართულ გვარ შეცვლილი და რუსად გადაკეთებული თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის ამათი მთავარი დასაყრდენის მიერ შეთითხმილი ბრალდებები და ვის რა გაუკვირდება ეხლა რომ და ან თქვენ გიკვირთ ეგა რომ შეთითხმილი ბრალდებებით ლევან ხაბაიშვილი დააკავონ თუ ნებისმიერი ჩვენთაგანი ჩვენ დაკავებას კი არა ყოველ წამს ველოდებით დახვედრას თავის გატეხვას ტყუის როლას და უბედურებას ამისთვის ვართ მზად ვინც ვართ ნაციონალურ მოძრაობაში ამისთვის ვართ მზად მით უმეტეს ვინც ვთქვათ მეტნაკლებად რაღაცა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვართ ჩვენი 10000-ობით წევრი არის პროკურატურაში დაბარებული დაშინებული სამსახურიდან გამოგდებული ნაცემი და დაწიოკებული და მათი ახლობლები მათი ნათესავები სამსახურებიდან გამოყრილი და ბევრი ემიგრაციაში წასული პოლიტიკური დევნის გამო ანუ მართლა დოლაბის ქვა არ დატრიალებულა ნაციონალური მოძრაობის თავზე და დღეს და გუშინ გახდა ლაშა ხვალ სხვები ვიქნებით რა თქმა უნდა ვიცით ეს წინასწარ მაგრამ არსად არ მივდივართ ვებრძვით ამ რეჟიმს რაც შეეხება თქვენ რაც თქვით ლევან ხაბაიშვილზე 4 ოქტომბერს რა თქმა უნდა იყოს არა რუსული სპეცოპერაცია არამედ გარეთ ხალხი ამ რეჟიმის დასასრულებლად ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად არავის არასდროს არ უთქვამს რომ გინდა თუ არა ამ დღეს დასრულდება ეს რეჟიმი ამას ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მაგრამ ყოველი დღე არის ჩვენთვის ამ რეჟიმის წინააღმდეგ არაძალადობრივი მშვიდობიანი მაგრამ პრინციპული ბრძოლის დღე ნებისმიერი დღე თუ მანამდე ვერ დასრულდება ეს რეჟიმი შეიძლება 4-ში დასრულდეს შეიძლება 10-ში დასრულდეს შეიძლება 30-ში ეს არ ვიცი წინასწარ არავინ მაგრამ ეს თქვენ იზიარებთ ლევან ხაბეიშვილის ასე ვთქვათ პოზიციას ამ თარიღთან დაკავშირებით რომ 4 ოქტომბერი ბუნებრივი დედლაინია არ ვიცი ვის რა შიში აქვს მაგრამ ცხადია ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი იმიტომ რომ აბა 4 ოქტომბერი რუსული სპეცოპერაცია არ უნდა გავაპროტესტოთ ვინმე არის სკუად ყოფილი რომელიც იტყვის რომ 4 ოქტომბერი არ უნდა გავაპროტესტოთ მეორე არის რომ 4 ოქტომბერს რა მოხდება ეგ არავინ წინასწარ არ ვიცით ეს 5-ში მოხდება 10-ში მოხდება თუ 30-ში თქო ამას გულისხმობდათ თინა ბუკუჩავას დღევანდელი განცხადება თქვენი პარტიის თავმჯდომარის იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ისე გაიგო რომ თითქოს ის გაემიჯნა ლევან ხაბეიშვილს ზოგიერთს ახლა იმისთვის ცხელა ნაცვლად იმისა რომ ბიზნე ივანიშვილს ეომოს რომ ნაციონალურ მოძრაობაში შიგნით რაღაცა ინტრიგები ხლართოს და ასე ვთქვათ თითქოს რაღაცა გამოძებნოს რომ შიგნით რაღაცა დაპირისპირება მოძებნოს მე მოვუწოდებ ყველას ვინც ამით არის დაკავებული ფოკუსი გაასწორონ რეჟიმის წინააღმდეგ და არა ნაციონალურ მოძრაობაში შიგნით რაღაცა ინტრიგების ხლართვას ნუ შეუდგებიან თინა ბოკუჩავამ თქვა ის რაც უნდა ეთქვა რაც თქვა მიხეილ სააკაშვილმაც და რაც აბსოლუტურად თანხმედრაშია იმასთან რასაც ამბობს ლევან ხაბეიშვილი მას შემდეგ რაც ეს თქვა პაატა ბურჭულაძემ რომელიც ამ 4 ოქტომბრის ერთგვარი ასე ვთქვათ მოძრაობის ლიდერია რუსთაველის გამზირის ლიდერი რომელიც ამბობს რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ეროვნული ყრილობა უნდა ჩავატაროთ და არ მივიღოთ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში რომ 4 ოქტომბერი არის ძალიან მძლავრი პროტესტის თარიღი მაგრამ ბუნებრივია წინასწარ არც პაატა ბურჭულაძემ არც ლევან ხაბეიშვილმა არც თინა ბოკუჩავამ არც მე და არც ხვამ არ ვიცით 4 ოქტომბერი რა იქნება, მაგრამ ბრძოლის დღე რო იქნება. პოზიცია ამ დღესთან დაკავშირებით, რომ ის განსაკუთრებული დღე იქნება, იმიტომ რომ მსგავსი აქციები დეკემბრის შემდეგ აუცილებლად იქნება განსაკუთრებული. იმით იქნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოთ კონტრასტი, რომ ნაცვლად რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობისა და იმ შესაბამისად დაგეგმილ რაღაცა პუნქტებთან რუსული სპეცოპერაციის ანტურაჟად რომ უნდათ რომ ხალხი მონათლუნდა ზოგიერთი პარტია იქ მისვლისა ხალხი გამოვა ქუჩაში პირველ ყოვლისა თბილისში და ვინც ვერ მოახერხებს ჩამოსვლას თავთავიან ქალაქებში და სოფლებში და გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანად არაძალადობრივად მაგრამ მტკიცე პროტესტს ამ მოღალატური კრიმინალური რუსული ბანდის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან ნათელი და მკაფიო. ამიტომ იქნება 4 ოქტომბერი აუცილებლად განსაკუთრებული დღე, განსაკუთრებული ბრძოლის დღე. მაგრამ როგორც ჩანს არავინ არ იცის წინასწარ რა მოხდება 4 ოქტომბრამდე, 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბრის შემდეგ. როდის დასრულდება ეს რეჟიმი წინასწარ, ასე ვთქვათ, გულთმისნები არავინ არ ავართ, მაგრამ ეს რეჟიმი რო დასრულდება, თუ ჩვენ ერთიანად ვიბრძოლებთ და თუ ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ და არა
ერთმანეთის მიმართ კინკლაობით ვიქნებით დაკავებული, ეს არის ფაქტი. ხო, ეს ამას უკვე კინკლაობაც არ ქვია და რატომ გეკითხებით ასე დეტალურად, ანუ რა თქმა უნდა, ხა ძალიან რთულია ზუსტად განსაზღვრო რა შეიძლება მოხდეს, არ ვიცი 4 ოქტომბერი იქნება თუ ნებისმიერი ხო 31 რა ვიცი აგვისტო კი ბატონო, მაგრამ ანუ სულ ცოტა იმისათვის რომ რაღაცა შედეგს მიაღწიო, ალბათ შეთანხმებული უნდა იყოს ეს პოზიცია, თუნდაც აი ბოიკოტში მყოფ სხვა პარტიებთან ერთად, არა, იმიტომ რომ ერთად ხართ ახლა ბრძოლის აი ამ მიმართულებაში, ანუ განსხვავებით არჩევნებში მონაწილე პარტიებისგან. თამარ ჩერგოლეიშვილი, აი ახსენეთ პაატა ბურჭულაძე, ხო? თქვენი კითხვის შინაარსი გავიგე ის რომ ჩვენ ყოველ დღე უნდა ვიბრძოლოთ, ამას მე მგონი ერთმანეთში შეთანხმება არ ჭირდება. ის რომ უნდა ვიბრძოლოთ დღეს, რომ უნდა ვიბრძოლოთ ხვალ, გვექნება აქცია მაგალითად 2 აგვისტოს ბათუმში. ამას შეთანხმება არ ჭირდება. ეს არის ამაზე შეთანხმებულები ვართ ყველა პატრიოტი, ყველა გულწრფელი ასე ვთქვათ, მოსიყვარულე ჩვენი ქვეყნის და შეთანხმებულები ვართ, რომ ყოველი დღე არის ბრძოლის დღე. 2 აგვისტო იქნება განსაკუთრებული დღე, იქნება განსაკუთრებული დღე. შემდეგ იქნება დანიშნული გარკვეული თარიღები, აუცილებლად იქნება ასეთი თარიღები და ისინი იქნება განსაკუთრებული დღე. 4 ოქტომბერი რატომ იქნება განსაკუთრებული დღე? აგიხსენით, იმიტომ რომ ამ დღეს ესე განსაზღვრა რუსულმა მოღალატორმა ბანდამ, კრიმინალთა ბანდამ, რომ ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია. ამიტომ იქნება განსაკუთრებული დღე, ამიტომ იქნება რეჟიმთან ესეც მომისმენია, რომ 4 ოქტომბერს შევიკრიბებთ და 5 ოქტომბერს ქვეყანაში გავიღვიძებთ. შვიდობიანი არაძალადობრივი ბრძოლის განსაკუთრებული დღე იქნება 4 ოქტომბერი და ეს 4 ოქტომბერი და ჩვენი ბრძოლის ეს დღე იმავე დღეს დასრულდება, 5 ოქტომბერს დასრულდება, 10-ში თუ 30-ში თუ შემდგომ ეს ზუსტად არავინ არ ვიცი. ანუ პროტესტი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, პროტესტი შეიძლება კი არა, აუცილებლად იქნება და როგორი იქნება, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, ამას არ გადაწყვეტს 1 და 2 ადამიანი. ამას არ გადაწყვეტს ქართველი ხალხის მხარდაჭერა კი არ ჭირდება. ქართველი ხალხი არის მოქმედი პირი და არა რომელიმე პოლიტიკოსი ან ცალკეული ადამიანი. ეს კითხვა არ იყო, უბრალოდ დავაზუსტე. აი ამასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. თამარ ჩერგოლეიშვილი, მეგობრებო, გაითვალისწინეთ პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის ტანდემის დელუზიური, ანუ ჰალუცინაციური ბოდოები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არანაირ საერთოდ არანაირ კავშირში არა 8 პარტიის გეგმებთან. ჩვენ არ ვიცით რეჟიმი 4 ოქტომბერს დასრულდება, 27 სექტემბერს თუ 19 დეკემბერს. ჩვენ ვიცით, რომ როცა არ უნდა დასრულდეს, უნდა დავასრულოთ და დასრულების ყველაზე მოკლე გზა არის მშვიდობიანი. რამდენად მოდის ეს განცხადებები შესაბამისობაში იმ გეგმებთან და მოწოდებებთან, რომელიც თქვენ გაქვთ საზოგადოებასთან, იმიტომ რომ ხა ამას ხომ უსმენს და კითხულობს ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი. ყველა ადამიანმა თავთავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ მთავარია რომ აქ წინააღმდეგობა არაფერში არ არის. 4 ოქტომბერიც ბრძოლის დღეა, 2 აგვისტოს ბრძოლის დღეა და ყველა დანარჩენი ვიდრე 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბრის შემდეგაც თუ 4 ოქტომბერს არ დასრულდა ეს მოღალატეთა რეჟიმი. თუ შეიძლება მანამდე ჩამოიშალონ, ისე დღეში არიან, ერთმანეთს ესვრიან და თავს იკლავენ და ერთმანეთს იჭერენ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ მანამდე შეიძლება რაღაცა ისეთი არ მოხდეს, რამაც საერთოდ ჩამოშალოს ეს რეჟიმი. ხო არ ვიცით, იმიტომ რომ ეს არის უკვე ძირგამომპალი რეჟიმი, რომელშიც შიგნით არის უკვე დიდი ხანია გაღწნა და ახლა უკვე ეს გაღწნილი სხეული გარეთ გამოვიდა და სუნი გარეთ გამოვიდა და ყველა ამას კარგად ხედავს. აქედან გამომდინარე ეს გაღწნილი სხეული როდის ჩამოლპება და ჩამოინგრევა, არავინ არ ვიცით წინასწარ. შეიძლება ბევრად ადრე მოხდეს ვიდრე 4 ოქტომბერი. ამიტომ წინასწარ რა მოხდება, რა თქმა უნდა არავინ არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არის საღი აზრიდან გამომდინარე. 4 ოქტომბერი იმიტომ არის განსაკუთრებული თარიღი, რომ ამ დღეს რუსულმა მოღალატორმა კრიმინალურმა ბანდამ გადაწყვიტოს ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია და მას დაარქვას არჩევნები. აქედან გამომდინარე ეს დღე ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლის დღე. შესაბამისად, როდესაც არის ბრძოლა, ნაციონალური მოძრაობა არის იქ. თუ რომელიმე პარტია იტყვის, რომ არა, მანდა მაინც ამ დღეს ჩვენ ვაპირებთ შვებულებაში წავიდეთ და არ ვიბრძოლოთ, ეს მათი საქმეა.
აი ასე უნდა გავიგოთ ელენე ხოშტარიას განცხადება რომელიმე პარტიამ თქვას რომ არა 4 ოქტომბერს შეუძლებას ვიღებ და 4 ოქტომბერს როდესაც სტარდება ეს რუსული სპეცოპერაცია ჩვენ ბრძოლისაგან თავ შევიკავებ. მე არ მგონია რომ რომელიმე ნორმალურმა ადამიანმა რა იგულისხმება ბრძოლაში ამ დაზუსტებას ალბათ ყველა მოითხოვს. ხალბატონო ემა ამ შიდობიანი გზებით მაგრამ ბევრი რამ შეიძლება ბატონო შემთხვევითი არ არის რომ ხაზგასმით ვიმეორებ მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ბევრი რამ დაზუსტებას მოითხოვს იმიტომ რომ აი დაზუსტებას ელენე ხოშტარია რომელიც არ დგას გაუგებარი ადამიანებისთვის დაზუსტებას მოითხოვს ან ვიღაცებისთვის ვინც ინტრიგებით არის დაკავებული ამიტომ სწორედ 9-ჯერ თქვი უკვე ამ სტუდიაშიც და მანამდეც თქვენ სტუდიაში და მანამდე თქვენი სტუდიის გარეთაც ყოველთვის ხაზგასმით მიხეილ სააკაშვილიც ამბობს ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას მოუშველიებდი ბატონო გიორგი თქვენივე კოლეგას კი ბატონო მეკითხებით ხო ამიტომ სწორედ ამიტომ მილიონჯერ გვაქვს გამეორებული რომ ჩვენი ბრძოლა ყოველთვის იყო არის და იქნება არაძალადობრივი მშვიდობიანი მაგრამ იქნება პრინციპული თანმიმდევრული ბოლომდე გამარჯვებამდე ქართული ხალხის გამარჯვებამდე ეს რამე სისუსტის გამოხატულება კი არ არის ვინმე რო ამბობს რომ არაძალადობრივი და მშვიდობიანი და არ დაიშლებით ეგ არ ვიცი და როგორც გადაწყვეტს ხალხი ისე იქნება ეს იმის მიხედვით იქნება ეს ბრძოლა გაგრძელდება ეს ბრძოლა არის დღეს იქნება ხვალ ზეგ ორში ბათუმში და ასე შემდეგ რა იქნება წინასწარ არავინ არ ვიცით იმიტომ რომ ეს ბრძოლა არ არის ერთი კაცის მიერ მართული, ერთი განსაკუთრებული დღე, ხაჯერ გითხარი და რამდენჯერ გავიგო, რა ვერ გაიგეთ. იქნება განსაკუთრებული გიორგი, მაგრამ თქვენივე კოლეგები არ მათმევინეთ. დანიშნა მოღალატორმა რეჟიმმა რუსული სპეცოპერაცია, ამიტომ ეს განსაკუთრებული მხოლოდ თარიღის გამო იქნება, ეხლა ნუ გაღიზიანდებით თუ დამატებით შეკითხვები მიჩნდება, ყურადღებით რომ გისმენთ, აქედან გამომდინარე მიჩნდება შეკითხვები რაღაცა მექანიკურად დაზეპირებულ კითხობს ხომ არ გისვამთ არა? გაღიზიანდება, რამდენჯერ უნდა გითხრათ ერთ და იგივე. ბატონო გიორგი, თქვენ ჩემს მაყურებელზე ნუ არა, მე ვღელა, იმიტომ რომ ჩემი მაყურებელიც არის. კი ბატონო, თქვენ არ მოეწონება ჩემი არქის სხვაგან გნახავთ. რომ ამ დღეს რუსული სპეცოპერაცია დაგეგმა რუსულმა რეჟიმმა. ამიტომ ეს დღე იქნება განსაკუთრებული ბრძოლის დღე, იმიტომ რომ ჯერა რომ ხალხი ნაცვლად რუსულ სპეცოპერაციაზე და მის იმ რაღაცა პუნქტებში მისვლისა გამოვა გარეთ და გააპროტესტებს ამ რეჟიმს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რატომ გიკვირთ რომ ამხელა ინტერესი არის რა როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს მაგრამ გააპროტესტებს ამ რეჟიმს და მე მჯერა რომ ეს დღე იქნება ძალიან ძლავრი დღე. შეიძლება ამას ბატონი პაატა უწოდებს ეროვნულ ყრილობას, სხვანაირად ვიღაცა უწოდებს რევოლუციას მაგალითად. კი ბატონო, მშვიდობიანს ყველას აქვს უფლება, როდესაც ლაპარაკი არის არაძალადობრივ და მშვიდობიან პროცესზე, რაც გინდათ ის უწოდოთ, იმიტომ რომ ყველაფერი მშვიდობიანი და არაძალადობრივი არის კანონიერი. და აქედან გამომდინარე, ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომ ვისაც რა უნდა, ყველა შეუძლია თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს ამა თუ იმ დღეს. მაგრამ ეს დღე 4 ოქტომბერი ნამდვილად იქნება განსაკუთრებული ბრძოლის დღე. ეს ვიღაცას მოწონს თუ არ მოწონს, კოც მოეწონება თუ არ მოეწონება თუ ნაკოც არს თუ ნახევარ კოც, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ეს დღე 4 ოქტომბერი იქნება განსაკუთრებული ბრძოლის დღე, მაგრამ წინასწარ რა თქმა უნდა, არავინ არ ვიცით ეს რეჟიმი როდის დასრულდება. შეიძლება 4 ოქტომბრამდე ჩამოიშალოს, შეიძლება 4 ოქტომბერს, შეიძლება 4 ოქტომბრის შემდეგ. ამას ვნახავთ, ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, იმაზეა დამოკიდებული, ჩვენზე გულისხმობ ქართულ საზოგადოებას, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ერთიანები ვიქნებით ჩვენ, რამდენად ჩვენ ყველა ჩვენს გარკვეულ უთანხმოებას, მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, ლიბერალობა, კონსერვატორობა გადავწევთ უკანა პლანზე და შევძლებთ წინა პლანზე წამოვწიოთ ჩვენი ბრძოლის მთავარი ამოცანა, რა არის ჩვენი ბრძოლის მთავარი ამოცანა? გადავარჩინოთ საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს დღეს მიტაცებული აქვს ქართული გვარით, მაგრამ რუს ოლიგარქს მის ბანდას, კრიმინალებისა და მოღალატეების რუსულ ბანდას და მის გარშემო შემოკრებულ რამოდენიმე ასეულ ბიზნესმენს, რომლებიც ერთად წოვენ სისხლს ჩვენ ქვეყანას, რომლის გამოც გაღარიბდა საქართველოს მოქალაქეები და ამის გამო საქართველოსდან მილიონზე მეტი ამ წლების განმავლობაში ადამიანმა დატოვა საქართველოს, მილიონზე მეტმა ადამიანმა. აი შაჰაბასის დროს ამდენი ქართველი ძალით არ წაუყვანია შაჰაბას და ახლა იმაზე ალბათ ორჯერ მეტი თავისი ნებით გაიქცა საქართველოსდან. აი ეს მოიტანა ამ მოღალატე ბიძინა ივანიშვილმა და რა თქმა უნდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ რაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია კონსტიტუციის ჩარჩოებში ვიბრძოდით,
ვიბრძვით და უნდა ვიბრძოლოთ და აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაც გვაერთიანებს განსხვავებულ პარტიებს, განსხვავებულ ადამიანებს. მაინც დავსვამ ამ შეკითხვას მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ მეორე სტუმარი გვერდდება, ან თქვენ გაგიკვირდათ აი რატომ არ იყო ჩემთვის მაგალითად პირველივე ჯერზე გასაგები, თუნდაც არც მესამე ჯერზე ელენე ხოშტარი ნახეთ ელენე არც მეცხრე ჯერ არ იქნება. ბატონო გიორგი, მე რომ დამატებით კიდევ ერთხელ მოდი ამაში დროს არ დავკარგავ, რადგან ინტერესი ჩნდება, ესე იგი როგორც ჩანს, ლოგიკურია ის, რომ ბოლომდე ასე ვთქვათ, ამომწურავად შესაძლებელია პასუხი ვერც მე ვიღე და ვერც თქვენმა კოლეგებმა. ელენე ხოშტარია, რომელიც არის თქვენი კოლეგა, ბატონო გიორგი. კი ბატონო. ელენე ხოშტარია, რომელსაც წესით პირველივე ჯერზე უნდა გაეგო, რას გულისხმობთ თქვენ და თქვენი პარტია, ამბობს, რომ ვინც აცხადებს წინასწარ არ მოусმენია. მანამდე განსხვავებულს ამბობდით რაიმეს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ანუ დღეს შეიცვალეთ პოზიცია? მე ამ განმარტებას ვაკეთებ დღეს. იმის გათვალისწინებით, რაც დაიწერა, რაც გამოხმაურება იყო და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ბევრმა მოინდომა, რომ თინა ბოკუჩავა დაეპირისპირებია ლევან ხაბეიშვილისთვის. ხო, ასე იყო გაგებული და ასე არ უნდა გავიგოთ. თინა ბოკუჩავას გარეშე მოუნდა ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა, ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი არის ინსინუაცია, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად არასწორი, ეს ყველაფერი არის კოცების წისქვილზე, პროპაგანდის წისქვილზე წყლის დასხმა, ამიტომ არაფერი წინააღმდეგობრივი არც პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში, არც ლევან ხაბეიშვილის, არც თინა ბოკუჩავასი, არც პაატა ბურჭულაძის არ ყოფილა, იმიტომ რომ არავის არ უთქვამს პრინციპულად რაიმე განსხვავებული. როგორ გაიგეთ მაინც აი ხოშტარიას განცხადება, რომ ყველა ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან ქოცი და სუსი. ეგეთი მე არ ვიცი, ვის აქ ნათქვამი რომ ელენე ხოშტარიას აი სიტყვას არა, კიდევ ერთხელ რასაც ელენე ამბობს, მაგის მთქმელი მე არავინ არ იცი რომ გინდა თუ არა იცის რომ 4 ოქტომბერს რაღაცა დამთავრდება, ამიტომ ელენეს მე ეგ პოსტი მოვიწონე კიდევაც, ამიტომ არაფერი ისეთი არ უთქვამს არც ელენესას, უბრალოდ ზოგიერთს აქვს გამწვავება იმასთან დაკავშირებით რომ შეიძლება აი ვიღაცამ აღიქვას, რასაც პაატა ბურჭულაძე ამბობს, ლევან ხაბეიშვილი მეორებს რომ აი ეს ხო არ არის, კითხვებს ვამენ, ხო, რომ აი მანდამაინც ამ დღეს დასრულდება. არავის არ უთქვამს, არც პაატა ბურჭულაძეს უთქვამს, არც ლევან ხაბეიშვილს უთქვამს, არც არავის არ უთქვამს. ამიტომ თუ ეგ არის ვინმეს გულისუხილი, კი ბატონო, ხო, ეგ წინასწარ არავინ არ იცის და ცხადია, ვინც იტყვის რომ აი გინდა თუ არა 4-ში დასრულდება ყველაფერი. იქნება 3-ში დასრულდნენ ეს ნაძირლები და ეს მოღალატეები. იქნება აგვისტოში დასრულდნენ, იქნება სექტემბერში დასრულდნენ, არ ვიცით. ამიტომ წინასწარ ბუნებრივია, არც ელენე მიცის, არც ლევან ხაბეიშვილმა, არც მე და არც სხვა. ხო, აი ხაბეიშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა ფორმით შევეცადე იგივე შეკითხვაზე მეპასუხა თქვენი ამ კითხვისთვის და მოდის გიხდით აი ამდენი ჩაკითხვისთვის, კი ბატონო. ინტერესის სხვადასხვა ფორმით მადლობა, რომ კი ბატონო არ დაიზარეთ, ხო, როგორც ჩანს, მაინც საჭიროებდა ჩემი მხრიდან, ასე ვთქვათ, მაინც დამშვა ხარისხობის გზნობა. იმიტომ რომ აი ამ თემაზე ლევან ხაბეიშვილი დღეს მე მგონი მესამე განცხადებას აკეთებს, ამიტომ ჩემი ბევრი შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით თავისი ჩაკითხვებით ნუ გაგიკვირდებათ. ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ როგორც კი ივანიშვილს ცეცხლს უხსნის ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, მას ჩინვე მასზე თავდასხმები იწყება. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება. რა თქმა უნდა, ახალი ამბავი. და ამიტომაც ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ რომ მოღალატეები არიან, იმიტომ რომ ხელში აქვს ჩაგდებული რუსულ მეხუთე კოლონის ივანიშვილის სახით და ამ შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილის ნაწილზეა საუბარი. ოპოზიციიდან ვინც განსაკუთრებით გააქტიურდება, იმას განსაკუთრებით ებრძვიან. 2-2-4 ეგ ახალი ამბავია, რამე ახალი გაიგეთ თქვენ 13 წლის განმავლობაში ამ პრინციპით ანუ შიდა მტრებზე როცა საუბრობს ხაბეიშვილი, გულისხმობს ოპოზიციის ნაწილს, ბოიკოტში მყოფ ოპოზიციის ნაწილს არ გავიგე რა შიდა მტრებზე. ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, რომ მის წინააღმდეგ გააქტიურებულია როგორც გარე, ისე შიდა მტერი. როდესაც შიდა მტერი, გარე მტერი გასაგებია, ხომ? ქართულ ოცნებას შიგნით ხარ ახალიც ეგეც ახალია ხარ, შიგნით ოპოზიციაში რომ შემოგზავნილი ყავს კოცებს თავისი აგენტურა, რა ეგ არ ვიცით? რა ოპოზიციაშიც რო არიან, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში რო არიან ის ადამიანები, რომლებიც კოცების საქმეს აკეთებენ, რო ქვიათ ოპოზიცია და კოცების საქმეს რო აკეთებენ, არ ვიცით? სად აი რაღაცა ორიენტირი რომ გაგვასწორებინოთ, სად ვეძებოთ ადგილობრივ არჩევნებში ვინც მონაწილეობს იმ პარტიებში და თუ ვინც თქვენთან ერთად იმ 8 პარტიაშია. ადგილობრივი არჩევნები არ არსებობს ქალბატონოებმა, ამიტომ ხაზგასმით თქვით, არსებობს 4 ოქტომბერს მონაწილეობენ ქართულ ოცნებაში. კი ბატონო, ეს საკითხი გადავდოთ. აქეთ მიპასუხოთ, სად ვეძებოთ ოპერაციაში ვინც იღებს
მონაწილეობას და ვინც ჩვენ ეს თქვით კიდევაც არაერთხელ ის ადამიანები მტრობენ საერთო ბრძოლას. დიახ. კი ბატონო, ანუ მეორე ფლანგზე თქვენ არ ყავთ შიდა მტერი. რა ოპოზიციურ პარტიაში წინააღმდეგობა არც არავის არ განვიხილავთ გარდა ივანიშვილის და მტრად. მე გეუბნებით რომ მტრობენ თქო. მტრობენ ეს ერთი ამბავია და მტრად განვიხილავ მეორე ამბავია, ორი სხვადასხვა განსაზღვრებაა და ორი სხვადასხვა ცნებაა. ეს ორი სხვადასხვა შეიძლება სიტყვები გავს, მაგრამ ასე ვთქვათ, მოქმედება სხვადასხვა არის და გარემოება და განსაზღვრება სხვადასხვა არის. მე არავის არ განვიხილავ და ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა არავის არ განვიხილავს სხვას გარდა რუსეთის მეხუთე კოლონისა მტრად. მაგრამ მტრობა ხანდახან გამოსდის ვიღაცას თავის განცხადებით, ვიღაცას თავისი არასწორი მოქმედებით, ვიღაცას სიბრიყვით, ვიღაცას ბოღმით, ვიღაცას უტვინობით, ვიღაცას სასარგებლო იდიოტობით. ეს ასე არის. და ამას ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად, ხო? შეიძლება ზოგს ბოღმა აქვს ხისი და ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს რეჟიმს, ხანდახან ჩვევიათ ხოლმე, რომ გადაკრან იმ თავიანთ კოლეგა ოპოზიციონერებს. ესეც ხდება ხოლმე და ძალიან სამწუხაროა. სწორედ ამას ვამბობთ, ამდენი ხანია გადაგათვართ დაცემულები, რომ დავანებოთ ამ ერთმანეთის ჭამას თავი. დავანებოთ ამ ერთმანეთისკენ რაღაცა ქვების როლას, ტკიპურტებს და ასე შემდეგ, ხო? გავასწოროთ ფოკუსი და მთავარი საქმე ვაკეთოთ. გადავარჩინოთ უნდა ჩვენი ქვეყანა ამ მოღალატეებისგან, ამ ბანდი, რომლებიც შიგნიდან გლეჯენ ქვეყანას, რომლებმაც მოახდინეს საქართველოს იზოლაცია, რომლებმაც საქართველოსთან გააქციეს, თვითონ გაისქელეს ჯიბეები, მილიარდები და მილიონები და გააქციეს მილიონზე მეტი ადამიანი, ესენი არიან საქართველოს მტრები და არა ჩვენ ვართ ერთმანეთის მტრები. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთმანეთის კონკურენტები, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ გვექნება ამის ფუფუნება, როცა ამ მოღალატო რეჟიმს გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, მერე ვიქნებით მემარჯვენეებიც, მემარცხენეებიც, ქრისტიან დემოკრატებიც, ლიბერალებიც, კონსერვატორებიც და ასე შემდეგ. მერე გვექნება ამის ფუფუნება, ახლა არ გვაქვს ამის ფუფუნება, უფრო მეტიც. პარტიებს კი არა. ამას შეიძლება ვიღაცა არ დამეთანხმოს, ეს მათი საქმეა და თქვენი საქმეა. ჟურნალისტებსაც კი, ვინც პატიოსანი ჟურნალისტი ხართ, ამასვე გეუნებით, რომ არ გაქვთ თქვენ დღეს ფუფუნება, რომ იყოთ ჩვეულებრივი ჟურნალისტები, როგორიც იქნებოდით, მაგალითად ნორმალურ საფრანგეთში ან შვეიცარიაში, არა. თქვენც ამ ბრძოლის ნაწილი ბრძანდებით და ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. აღარ არის პარტიების ზღვა დიდი ხანია წაშალა ივანიშვილმა, იმიტომ რომ პარტიული პოლიტიკა მოსპო. ჩვენ ეხლა ვართ ეგზისტენციალური, ანუ ყოფნა არ ყოფნის საფრთხის წინაშე. ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად. სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ, არა კლასიკურად. როგორც ჩვენ ჩვეულებრივ სიტუაციაში მოქმედებენ პარტიები, ჟურნალისტები, არასამთავრობოები. ხო ხედავ, ყველანი ერთად აგზილა. ვინც კი ვართ დასავლეთის მომხრე, ვინც კი ვართ ევროკავშირის მომხრე, ყველა მტრად გამოგვაცხადა. ხო ეგრეა. დღეს მიდგნენ ევროკავშირის ელჩი, თურმე ევროკავშირის ელჩი რაღაცა სხვას აკეთებს და ევროკომისია სხვა უნდა და ევროპარლამენტი სხვა უნდა. აი ესეთი მოღალატეები არიან და აი ეს უნდათ რომ ჩვენ დაგვაპირისპირონ ჩვენს მეგობრებს გერმანიას, ამერიკას, ბრიტანეთს, ევროკავშირს და თვითონ იყვნენ უკაცრავად და ხამასის და ირანის და პუტინის უკანალში შემძრვალები. აი ესენი უნდა, ამიტომ ესენი უნდა მოვიცილოთ. ჩვენი ქვეყნიდან, ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად. ერთად თუ ვიბრძოლებთ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა, გიორგი ბარამიძეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი. შეთანხმდებიან თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე 4 ოქტომბრის გეგმებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დღეს გარკვეული, ასე ვთქვათ, წაკამათებაც კი ვნახეთ საჯარო განცხადებების საფუძველზე. ლევან ხაბეიშვილის განცხადებები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა იყოს გარკვეული დედლაინი აი ამ პოლიტიკური ბრძოლისა, რომელსაც დეკემბრის შემდეგ ვადევნებთ თვალს ოპოზიციურ პარტიებში, როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, სხვანაირად გაიგეს, ასე ფიქრობენ ნაციონალურ მოძრაობაში, იმიტომ რომ მას არ დაუანონსებია რევოლუციის თარიღიო, თუმცა საკმაოდ მწვავე და მძაფრი გამოხმაურებები მოყვა ამ ყველაფერს, მათ შორის იყო ელენე ხოშტარია, თინა ბუკუჩავა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა, რომელსაც თქვა, რომ არ შეიძლება ასე კონკრეტული თარიღი ჩამოკიდო და არასწორი მოლოდინები გაუჩინო მოსახლეობას ამ თარიღთან დაკავშირებითო.
თენგო კირთაძე ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. თენგო, მოგესალმებით, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. სხვათა შორის აი ამ 4 ოქტომბრისთვის რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას თქვენი პარტიის მხრიდანაც საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოყვა. მე თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი წავიკითხე, რომელმაც თქვა, რომ პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის ჰალუცინაციური ბოდოები არ არის შეთანხმებული იმ 8 პარტიასთან და შესაბამისად ეს არ უნდა იყოს აქმული როგორც რაღაცა ერთიანი გეგმის ნაწილი. თუმცა ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ როგორც კი ვიტყვიო, რომ ბიძინა დავამარცხოთ, პროტესტი გავააქტიუროთ, მგელს პირში უვარდები და აქეთ ოპოზიციურ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები, გადასაწყვეტი გაქვთ ვიღაცებს, რა გინდათ, რას ეწვალებითო? მოგესალმებით, ემა. მე არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილს აქვს გადასაწყვეტი საერთოდ რა უნდა პოლიტიკაში. ამ კითხვით თუ დაიწყებდა, კარგი იქნებოდა. ან იმ ფუნქციებთან დაკავშირებით შემოიფარგლოს, რასაც კარგად აკეთებდა, ადრე გვახსოვს, სანამ თავმჯდომარეობაზე გაიწეოდა ნაციონალურ მოძრაობაში და შემდეგ თვითონ მასაც ააყირავებდნენ. კორუფციას ებრძოდა კარგად, მუშაობდა ადამიანებთან, დასაფასებელია, ხო? არ უყვართ საქართველოში პოლიტიკოსებს ესეთი ყოველდღიური საქმიანობა და ამას ლევანი აკეთებდა და ამისთვის ხალხი აფასებდა კიდევაც და ნუ შემდეგ არ ვიცი რაღაც გეოპოლიტიკის და სტრატეგიის ექსპერტი გახდა და რაღაც დღეებს იგონებს. არ ვიცი, 4 ოქტომბერი არის ბიძინა ივანიშვილის დღე, რეჟიმის, ხო, მაგრამ დააწესე რა. შენ არჩევნებს არ აღიარებდე და 4 ოქტომბერზე რაღაც მზადებას აცხადებდე და ჩამოკიდე თარიღი თან ისე, როცა შენ პროცესზე გავლენა არ აქვს. ჩვენ ხო იმას ვამბობთ, ანუ ყველა ის პარტია, სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო ორგანიზაციები, ყველა 8 პარტია, რომელიც შევთანხმდი, მათ შორის ამ 8 პარტიაში არის ნაციონალური მოძრაობა, რომლის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ლევანიც არის, ხო? გვაქვს შეთანხმება მიღწეული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ პროტესტის ნაწილი, ანუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან წინააღმდეგობაში და პოლიტიკური სპექტრი ეხმარება წინააღმდეგობას იმით, რაც შეუძლია პოლიტიკას გააკეთოს და ეს არის ხელისშეწყობა, პროტესტის გაშლა, საკუთარ მხარდაჭერებთან შეხვედრა და ამ კონტრიბუციის შემოტანა და შემდეგ, როცა ეს წინაპირობები შესრულდება, ან პოლიტიკოსები თავისი საქმით დაკავდებიან, რაღაცას გააკეთებენ, შემდეგ მოქალაქეები გადაწყვეტენ თვითონ 4 ოქტომბერს შეუტევენ 17 სექტემბერს თუ 28 ნოემბერს. თუმცა ის რომ განსაკუთრებული თარიღი უნდა იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივ არჩევნებს ატარებს ქართული ოცნება, მეტიც ამ ადგილობრივ არჩევნებში 2 ოპოზიციური პარტიაც მონაწილეობს, არ ეთანხმებით, აი ბარამიძე. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით. ანუ ცირკია, ჩვენ ხო კლოუნადას ვეძახით ამათ. ანუ რუსული სპეცოპერაცია, ცირკი და ცირკში განაცხადა დიახ, სამწუხაროდ 2 ოპოზიციურმა პარტიამ თანხმობა მონაწილეობაზე, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ხო და ნუ ეხა პოლიტიკურ ცირკს თუ აწყობენ. მე რატო ავიღო ორიენტირით ცირკზე, ანუ სხვების დღის წესრიგზე. მე მინდა მქონდეს საკუთარი დღის წესრიგი და საკუთარი დღის წესრიგით მიხედვით ვიმოძრავ ამ 2 თვის განმავლობაში, მოვიპოვო მხარდაჭერა ადამიანებში, დავარწმუნო ეს ადამიანები მცვლილებების კამპანიაში ჩაერთონ და შემდეგ ჩვენ, ანუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ამ ქვეყნის პატრიოტები გადავწყვეტ, ვის შეუტიოთ და როდის შეუტიოთ და რატო შეუტიოთ. და არა ლევან ხაბეიშვილის ჩამოკიდებული თარიღი, ან ლელოს და გახარიას ცირკში მონაწილეობის გამო არ მაინტერესებს. რაც უნდათ ის პოლიტიკურ პროცესზე გავლენა არა აქვთ, გულისხმობდით მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს თუ მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას. დღეს სხვათა შორის თინა ბოკუჩავამ 5 პუნქტიანი გეგმა ჩამოაყალიბა ნაციონალური მოძრაობის, რომლის მე-5 პუნქტი, ნუ დანარჩენ პუნქტებს აღარ ჩამოთვლი ყველასთვის, მე მგონი ყველა თანხდება ამაზე, რომ ეს არის ართანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან, რეჟიმის სრული პოლიტიკური და სოციალური იზოლაცია, საერთო სახალხო წინააღმდეგობა და ასე შემდეგ. მე-5 პუნქტი არის ამ ამოცანების გარშემო დემოკრატიული პოლიტიკური ძალების რეალური კონსოლიდაცია და ერთიანობა, სადაც ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ წამყვანი პოლიტიკური ძალა, არამედ სანდო პარტნიორია. აი, თქვენ ხო იცით, მე შემჩნეული ხო არა ვარ ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრობაში, არასდროს, ხო? და ეხლა ისე დაალაგდა, ანუ ის პარტიები, ვინც აირჩიეს რეჟიმის ცირკში არ მონაწილეობა და რეჟიმთან არ თანამშრომლობა აღმოჩნდნენ აქეთა მხარეს, ანუ პროტესტთან ერთად და საზოგადოებასთან ერთად. აქ არის ისეთი პარტიები, რომლებსაც და პარტიებში ამ პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთმანეთი არც უყვართ, არც მოწონთ, ცუდი რაღაცეებიც აქვთ ერთმანეთზე ნალაპარაკები და ცუდი წარსულის გამოცდილება აქვთ. ხო, მაგრამ ამის მიხედვით ხო არ ვაფასებთ, ამოვდივართ პროტესტის ინტერესებიდან და პროტესტის ინტერესებიდან ეს და ჩემი დაკვირვებაა მათ შორის პირადი და პარტიული დაკვირვება, რომ ქალბატონი თინა
იღებს ამ პროცესში მონაწილეობას, მათ შორის აზრის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ 8 პარტიამ რა უნდა გააკეთოს, ესეც ხო უნდა შეთანხმდეს. სხვა ორგანიზაციებთანაც ხო უნდა შეთანხმდეს. ეს ხო კამათი, მსჯელობა, განსჯა მთელი პროცესია. ხო, ამაში იღებს მონაწილეობას და რაზეც თანხმდებით იმას შემდეგ ასრულებს. ეს როგორ არ უნდა დაუნახო, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ ნაციონალ მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში იქცევა ძალიან სწორად და თუ მისი პარტიის წევრები და სხვა ლიდერები ხელს შეუწყობენ, ეს მათი პარტიისთვისაც სასარგებლო იქნება. ვიწრო პარტიულად უნდა დაინახონ და თუ პატრიოტები არიან ამ ქვეყნის პროტესტის და საქართველოსთვის უკეთესი ეს დაპირისპირება თუ აზრთა სხვადასხვაობა ხო 10 დენ არ ვიცი სამოქმედო გეგმაში გაქვთ ინდივიდუალურად ლევან ხაბეიშვილთან, პაატა ბურჭულაძესთან და არა ნაციონალურ მოძრაობასთან, იმიტომ რომ მინდოდა მეკითხა თუ ეს დაპირისპირება გაგრძელდება, სადამდე შეიძლება მივიდეს, ხომ არ გამოაკლდება ვინმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე იმ 8 ოპოზიციურ პარტიას. არ ვიცი, მე არ მინდა ვილაპარაკო ნაციონალურ მოძრაობის რაღაც შიდა პარტიულ ამბებზე. ჩვენ ნახავთ დავინახეთ. იზიარებს ლევან ხაბეიშვილის ასე ვთქვათ, მოლოდინებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, თუმცა ის ამბობს, რომ ეხლა არავის უთქვამს, რომ 4 ოქტომბერს მოხდება რევოლუცია და შესაბამისად არასწორად იქნა გაგებული, შესაძლებელია 4 ოქტომბერს იყოს მძლავრი პროტესტი, განსაკუთრებული პროტესტი, გაგრძელდეს 5-შიც, 6-შიც და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. ხო, მე გავაგრძელებ იმით, რომ არ მინდა რაღაც არც ბევრი დრო დახვაჯო ნაციონალურ მოძრაობის შიდა პროცესებზე და რაღაცეების პროგნოზირებაზე. დღის მდგომარეობით და მე ვფიქრობ რაღაც ახლო მომავალში ესეც დარჩება, თინა ვოკუჩოვა წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, ის არის აქტიურად ჩართული ამ 8 პარტიის საორგანიზაციო კამპანიაში და მე ორიენტირს ვაკეთებ მის გზავნილებზე და ეხლა რა დინებებია შიგნით ცუდი დინებებია, კარგი დინებებია, შიდა დემოკრატიის გამოვლინება თუ რა, ეს გააკვენ თვითონ ნაციონალურ მოძრაობაში. მე მხოლოდ ვიმედოვნებ. თუ განხეთქილების წინაპირობა? ხო, მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ყველას, ანუ ვინც არის ჩართული ამ ამბებში შიგნით, არ დავასახელებ ეხლა კონკრეტულად არავის, ხო? ეყოფა ელემენტარული გამჭრიახობა, გონება და კი, პატრიოტიზმი, რომ პროცესი არ დააყენონ მორიგი დარტყმის. აი ეს მინდოდა მეკითხა, თვითონ ბოიკოტის პროცესს ხომ არ მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს. აი ნახეთ, ახალი დარგული როა ხერა, როცა ამოდის, სანამ ის მკვრივი გახდება, ცოტა ზედმეტი წონის ჩამოკიდება შეიძლება სავალალო შედეგი მოიტანოს. ჩვენ ახლა ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მიმდინარეობს პროცესის გაფართოება, საწყისი ეტაპები, საწყის ეტაპზე ვართ, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და რადგანაც ცუდი პრეისტორიები ჰქონდა ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, ეს პერიოდი ცოტა გაიწელა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორი მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და ეს მე ძალიან მომწონს. ამიტომ მოუწოდებ ყველას პასუხისგებლობისკენ, რომ მოეკიდონ ამ პროცესს პასუხისგებლობით. არა ვიწრო პარტიული ან პირადი ინტერესებით, არამედ ქვეყნის დემოკრატიული ცვლილებების ინტერესებიდან გამომდინარე. კი ბატონო, ხო, 5 პუნქტიანი გეგმა ვახსენე ნაციონალური მოძრაობის და სხვათა შორის დღეს უკვე სტრატეგია აღმაშენებელმა იმ 8 პუნქტიანი გეგმის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც საპატიმროდან გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნა. ძალიან მოკლედ შევეცდები, ასე ვთქვათ, ძირითადი მონახაზი გავაკეთო, რას გულისხმობს ეს 8 პუნქტიანი გეგმა, გულისხმობს ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას ერთი ბრენდის, ერთი პარტიული სახელის ქვეშ, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა შეთანხმებულ მოქმედებას, რომელიც მიღებულ იქნება პარიტეტულ საფუძვლებზე. აი მომისმენია სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მოსაზრებები, პოზიციები ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ესე ორგანიზებული საჯარო ან უარი ან მზაობა განხილვისთვის ასეთ განცხადება არ გაკეთებულა. განხილვადაც არ ღირს თქვენთვის ეს 8 პუნქტიანი გეგმა და ასეთი ტიპის, ასეთი კონფიგურაციის პოლიტიკური ერთობა? იქნა განხილული ზედაპირულად. ზედაპირულად რას ნიშნავს? ზედაპირულად, იმიტომ ძალიან ცუდი გეგმაა და ძალიან ბევრ დროს ვერ დავხვარჯობ სისულელეებზე. ბოდიში გიორგის მიმართ მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ ეხლა ციხეშია.
ამ მსგავს თემებზე მანამდე თქვენდათ ლაპარაკი. ჩვენ როდესაც ახალი არაფერი მოგისმენიათ? ახალი არაფერი არ არის, რომ ისე ყველა რაღაც ერთი მასში იმას აქნან თითქოს ჩვენ უკვე გაფართოების ფაზა, ანუ პროტესტ გაფართოების ფაზა გავლილი გვაქვს, თითქოს. მეტი ადამიანი არ ჭირდება ამ პროცესში, რომ ჩავთოთ და რაღაც განსხვავებები არ უნდა არსებობდეს და რაღაც. გაფართოვდება, ზუსტად მახსოვს, ხა ბევრჯერ მოიწერა, ხო, თითქმის ერთი და იგივე შინაარსის წერილი იყო. ის ამბობს, რომ ერთად რომ ვიქნებით, ნდობაც ამ მომრჩევლის მხრიდან ჩვენს მიმართ გაიზრდება. ესეც თქვენთვის პროტესტის გაფართოების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა. სისულელე. ნახეთ, ნდობა გაიზრდება უკვე ოპოზიციურ ნაწილში. გესმით? ანუ ოპოზიციურ ნაწილში თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არის ოპოზიციურად განწყობილი, ის უკვე ფსიქოლოგიურად მომზადებულია, მას რაღაც რადიკალური ნაბიჯები ჭირდება უფრო სწრაფად და სულ ლოდინი, სულ განჭა და რაღაც არ აკმაყოფილებს. ამიტომ უკვე ჩამოყალიბებულ ნაწილში, ოპოზიციურად განწყობილ ნაწილში, კი, ეს სავარაუდოდ უფრო მეტ ნდობას და მოწონებას მოიპოვებს. მაგრამ იმისათვის რომ და ამას ვიმეორებ, სულ და გავიმეორებ ახლა დღეს აქაც. იმისათვის რომ ფაქტობრივად კონსოლიდირებული ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოშალოთ, ჩვენ ჭირდება ამ ქვეყნის მოქალაქეების ძალიან დიდი უმრავლესობა, ძალიან დიდი, როცა ვამბობ, გულისხმობ ძალიან დიდს. ამ ძალიან დიდი უმრავლესობიდან საკმაოდ სოლიდური ნაწილი უნდა შემოვიყვანოთ პროტესტში. ანუ ჩვენ გჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეის მდგომარეობით რაღაც მიზეზების გამო არ არიან ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული. ანუ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით არიან ჩამოყალიბებული, რო არ მოსწონთ, მაგრამ აქეთ მხარეს რა მოხდება, ამასთან დაკავშირებით არ არიან ჩამოყალიბებული. და აქ არ შეიძლება პროცესის დავიწყება. იმიტომ გიორგი ვაშაძე პირობითად როცა არის სახე მოძრაობის ახლა, რადგან გიორგი ახსენეთ, გიორგი საბიღებ. ის იზიდავს კონკრეტული მიმართულების ელექტრო. ვაშაძე იქნება სახე ამ მოძრაობის სალომე ზურაბიშვილი, ანუ ძალიან სუსტი გეგმაო როცა ამბობ, აი ნახე შეხედეთ გიორგი ვაშაძეში მართლა ხო არ არის. ანუ ეს არის გიორგი ვაშაძის უკან რაც დგას შინაარსი, სხვა პოლიტიკური პარტიის უკან რაც დგას შინაარსი, როგორი წარმოდგენა ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პროცესში იმიტომ არ შემოდის, რომ ხვალ დღესთან დაკავშირებით არავინ კითხვებზე პასუხები არ გასცა, არ იცის, ეშინია რა მოხდება ხვალ, რა იქნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რა იქნება თავდაცვასთან დაკავშირებით, ომიშიში ადგილზია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება თუ გაუმჯობესდება, გვექნება თუ არა ჩვენ სული მხარდაჭერა დასავლური სტრუქტურებიდან, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ან რომელი ოპოზიციური პარტია მოახერხებს კონსოლიდირებულად რაღაც პოზიციების ჩამოყალიბება სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ ჩვენ არ დავრჩეთ მარტო რუსეთის პირისპირ. უამრავი კითხვაა, როგორი იქნება ჯანდაცვის სფერო, ვიღაცას დღეის მდგომარეობით, აი ხა ამ წუთში ყავს ავადმყოფის შვილი და მას სხვა არაფერი არ ადარდეს, მას აინტერესებს როგორი იქნება ჯანდაცვის სფერო, სხვა. ხვალ, როდესაც ჩვენ მივად ცვლილებებამდე, გესმით, ძალიან ბევრი და კომპლექსური კითხვებია. და ამ კითხვებს, როდესაც ჩვენ მხოლოდ რაღაც ცენტრალიზირებულ მოდელს შევთავაზებთ და ვეთქვით, აი ეს არის, არანაირი განსხვავება არ არსებობს, ყველა ერთხმაზე ვლაპარაკობთ, აგერ სალომე ზურაბიშვილი თუ ნებისმიერი სხვა იქნება ამ მოძრაობის სახე და ჩვენ დღეს უნდა გადავრჩეთ. ეს შეიძლება იყოს ლამასი. და ეს მოეწონება ძალიან ბევრ უკვე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს. მაგრამ ეს არ გააფართოეს პროტესტს და ის რაც არ გააფართოეს პროტესტს არ არის ამ ქვეყნის ინტერესებში. იმიტომ ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში პროტესტის გაფართოება. ჩვენ 8 პარტია და სამოქალაქო ორგანიზაციები ამაზე უკვე შევთანხმდით, როდესაც ერთად დავლაგდით და თქვით, რომ ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ გვექნება ჩვენ ერთობა. რა შემდგომარეობს ეს ფუნდამენტური საკითხი? არის ის, რომ ჩვენ არ თანამშრომლობთ რუსულ რეჟიმთან და ჩვენ მისი ვერტიკალის ჩამოშლის გზას ვხედავთ მის სრულ იზოლაციას. საერთაშორისო, საშინაო, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. სრული იზოლაცია. ჩვენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის საყოფაცხოვრებო და საჭიროებო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გვექნება დისკუსიები. სწორედ იმ კითხვებს რო გავცეთ პასუხი და სწორედ ის ადამიანები რომ მოვიზიდოთ, რომლებიც გჭირდება წარმატებისთვის ამ ქვეყნის პროტესტში. თუ შეთანხმდით, რატომ იწერებიან მაშინ ასეთ შინაარსის წერილებს სტრატეგია აღმაშენებელს იმ 8 პარტიაშია და ზურაბ გირჩის პარტიაც იმ 8 პარტიაშია. მისი წერილით სწორედ ამ შინაარსის და სულისკვეთების იყო, ხო? ეს ხომ იწვევს ძალიან დიდ დაბნეულობას ჩვენში. მაგრამ რამოლოდინი გაქვთ, ანუ რამოლოდინი ჯერ ესერთის, ხო, ეხლა კოლეგებზე რო არ მომიწევს თუდად ლაპარაკი, ზოგადად არის ეს. თუ დიდი ხნის განმავლობაში ავტოკრატიული რეჟიმი ყალიბდება, საუკეთესო დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში ოპოზიცია არის სუსტი. იმიტომ ის წინააღმდეგ მუშაობენ გაშავებაზე, პროპაგანდა, აგენტურის ჩანერგვა, უამრავი მეთოდები აქვთ, ხო? თან ესეთი მხარდაჭერით, როგორც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ოკუპანტია რეჟიმის მიმართ. ანუ
ბუნებრივად უკვე სუსტია. ამას ემატება რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი, არ ვიცი, ხა, ცოდნის ნაკლებობა, პასუხისმგებლობის ნაკლებობა, ერთმანეთის აუწანლობა, პროფესიონალიზმის დეფიციტები, რომ ეს პიროვნული არ არის და ჩვენ პიროვნულიდან არ უნდა მოვიდეთ, მე ის მომწონს, ეს არ მომწონს, ამიტომ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ და ამას ყურადღება არ მივაქციოთ და ეს ყველაფერი როცა ემატება, კიდევ უფრო სუსტი გამოდის და თან განსხვავებულები არიან ადამიანები, რაზეც საუბრობდი, რომ სხვადასხვა მოთხოვნებები გააჩნიათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ხო? იგივენაირად უყურებენ სხვანაირად პოლიტიკოსები. ზურა გირჩიჯაფარიძე მაგალითად ეხა რასაც ციხიდან აგზავნის, ის არის ან რაც ერთად რვა პარტიის ფორმატში შევაჯამეთ, ხო, იმის რაღაც თავისებური ხედვა, მაგრამ ძირითად აქცენტებში ყველგან ეთანხმება. გიორგი ამას სხვანაირად ხედავს. ციხეშია კაცი, ხო, მარტოა კამერაში, იქ რადიკალიზაცია მარტივია, ეხა წარმოიდგინეთ, უყურებთ ყოველდღე TV პირველს, სავარაუდოდ, ხო? და რაღაც სიგიჟეები გესმით. ხო, რა ვიცი, რა გითხრათ. ხო და ნუ არ უნდა მივაქციოთ ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროც, მით უმეტეს პოლიტიკოსის არ ადამიანი. ყურადღება გიორგის პარტიას სტრატეგია აღმაშენებას ყავს წარმომადგენელი ადგილზე. ზურა გირჩის პარტიას გირჩი მეტი თავისუფლებას ყავს წარმომადგენელი ნდობით აღჭურვილი პირები ადგილზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. მათ შორის სტრატეგია აღმაშენებლის ხალხის, ხო, იქ პატანა, ლაშადია. ან ბოიკოტ ჩავარდნა არ ემუქრება, აი მარტივად გითხავთ რა. დღეის მდგომარეობით ეხა მე ვერ გავაკეთებ მომავალთან დაკავშირებით ნოსტრადამუსი არ ვარ, მაგრამ დღეის მდგომარეობით არ მაქვს იმის საფუძველი. სულ ცოტა ოქტომბრამდე. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტის ეს არც არის ბოიკოტის კამპანია, ეს არის ცვლილებების კამპანია. ანუ ჩვენ უხსნით პოლიტიკური სპექტრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რატო არის აუცილებელი ცვლილება ამ ქვეყანაში და რატო იქნება ყოველი შემდეგი დღე ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო უარესი ვიდრე იყო დღევანდელი ან გუშინდელი დღე. ამას უცნობ. და ამ კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი ქვეპუნქტი არის თვითმმართველობის არჩევნები და ესეც მხოლოდ იმიტომ გახდა ქვეპუნქტი, რომ არა რომ უწევდა თვითმმართველობის არჩევნებს, არამედ ეს გახდა ლელო. ქვეპუნქტი რომ არ მივიდნენ, არ უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ ესა რუსული სპეციფიკა, იმიტომ ლოგიკური კითხვები გაუჩნდება. თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ საზოგადოებაში არის თავისი არსი და აღქმით საზოგადოებაში გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე საპარლამენტო. იმიტომ დასავლური ცივილიზაცია დგას სუბსიდიარობის პრინციპზე. ის რაც ჩვენ ირგვლივ არის, შენ უფრო მეტად გეხება. ადამიანებს ეს აქვს გათავისებული და ამიტომ ადგილობრივ არჩევნებს აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას. იმიტომ იმ ხალხთან ყოველდღიური შეხება აქვს და ვიღაც პარლამენტართან ქალაქის იმაში, დედაქალაქში შეიძლება საერთოდ არ ქონდეთ შეხება, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა უხსნათ, თუ რატო ჩავთვალეთ ეხა ამდენმა პარტიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ამდენმა ორგანიზაციამ და მთელმა რუსთაველის პროტესტმა ეს არჩევნები, რომ აი ხალხი არ მივდივართ, არ მიღებთ მონაწილეობას. საპირისპიროში არ წმუნებენ ამ მომჭრელს, სხვათა შორის ძალიან დიდი მომოდინები აქვს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი საერთოდ განსახილველი თემა სამწუხაროდ არა ბიძინა ივანიშვილის გამო გახდა. თორე ბიძინა ივანიშვილი რო ყოფილიყო მარტო ამ არჩევნებში, ანუ ლელოს გარეშე რო ყოფილიყო ამ არჩევნებში, ეს იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი ცირკი და სასაცილო ღონისძიება, ვიდრე დღეის მდგომარეობით არის. ლელომ გახადა ეს. ის რო მამუკა ხაზარაძე ხარბია, გესმით? ამან გახადა 4 ოქტომბერი თემა და დააზიანა პროტესტი. და მაინც ჩვენ უკვე ვიცით ოფიციალურად რომ კაჰკალაძე იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატი თბილისში. ერთ-ერთი ესეთი გახმაურებული ვერსიით, რომელიც ჯერჯერობით არ დასტურდება, მაგრამ რადგან ყველაზე გახმაურებული ვერსია შესაძლებელია ლელოს და გახარიას შეთანხმებული კანდიდატი იყოს ალეკო ელისაშვილი. რა შანსები აქვს ელისაშვილს? რა შანსები ზონდა სერიოზულად ამაზე როგორ უნდა ვილაპარაკო? აი რატომ ფიქრობთ რომ რაზე უნდა ვილაპარაკო ლელო და გახარია მტარი-მტარს წაეკიდა სასაფლაომდე მიმიყვანეო მაგათ ვინ რა უნდა მოუგონ ვის რა უნდა მოუგონ ან ნორმალურ პირობებში ვის რა უნდა მოუგონ დემოკრატიულ იმაში წყობაში მაგათმა ვის რა უნდა მოუგონ და მით უმეტეს ამ პირობებში როდესაც ყველაფერი მიტაცებული აქვს რეჟიმს ანუ თავისი შინაარსი და დატვირთული არჩევნები არის გაუქმებული და ეს პოლიტიკური კლოუნები აქ რაღაცების გამოსაგლეჯად მიდიან იმიტომ რომ რაღაცა თავისი პატარა უპირატესობა დელაც ბატონ მამუკას ასიამონონ და აი რაღაც შენ ხარ ახლა შავი თეთრზე ოპოზიციურ ფლანგზე პირველ ადგილზე ანუ მინი მიხელ სააკაშვილი გააკეთებიო აი ამის გამო ამდენი ადამიანი გადაიქცა კლოუნად მათ შორის სამწუხაროდ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანებიც
და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. გამოდიან ჯერ უნდა გამოვგლიჯო, მერე დავასუსტო, მერე პროცესის შევქმნა. რა პროცესი 6 წელი პოლიტიკაში ხარ და ამომრჩევლის კიდვის გარდა კოორდინატორებით ვერაფერი ვერ გააკეთე. რა პროცესი უნდა შექმნო? მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თენგო კირთაძეს, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ პატა დავითაია, გიორგი შარაშიძე იქნებიან ჩვენთან ერთად. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. მოკლედ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ფაქტია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე და არა მარტო პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. მოვისმინეთ დღეს ოპოზიციური ფლანგიდან, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაღაც კონკრეტული თარიღების გამოცხადება და წინასწარ მოსახლეობაში ფუჭი, მცდარი მოლოდინების აღძრა საკმაოდ კრიტიკული იყო პირდაპირი კატეგორიული შეიძლება ხისტიც შეიძლება ასე ითქვას ელენე ხოშტარი რომელმაც თქვა რომ ვინც ასე ვთქვათ ყველა ვინც აცხადებს წინასწარ რომ ამ დროს იქნება კონკრეტულ თარიღში იქნება რევოლუციაო არის უბრალოდ კომიკური მატყუარა სასარგებლო იდიოტი ან ქოცი და სუსი აი ესეც განცხადება მოვისმინეთ პატა დავითაია პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე ჩვენთან ერთად მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, ზოგი იმჩნევს, ზოგი ოპოზიციაში არ იმჩნევს, ცდილობს რაღაცა ჩიალამაზეს, რომ არანაირ ურთიერთდაპირისპირებას ადგილი არ აქვს და საერთო ჯამში ყველა აუცილებლად ბრძოლის ერთიან ფრონტში აღმოჩნდებიან. აი, როგორ ფიქრობთ, ის რასაც ვუყურებთ ახლა, სწორედ 4 ოქტომბრის თარიღის, არ ვიცი, გამოცხადებასთან თუ მოლოდინების აღძვრასთან დაკავშირებით, თქვენთვის რით აიხსნება? რა არის ეს დაპირისპირება ოპოზიციის შიგნით და აქვე გკითხავთ, ვის ის ქულზე შეიძლება ეს ყველაფერი ასხამდეს წყალს. იცით რა არის ეს აი სწორად დასმული შეკითხვა არის რა. ეს არის არაკოორდინირებული მოქმედება პირველ რიგში. მეორე რიგში ზედმეტი ამბიციები. მესამე რიგში ის რომ ყველას უნდა გამარჯვება დღეს და არა გეგმაზომიერად, ცულებებით, რაღაც გეგმის დასახვით, არ დღეს უნდა ყველას. ნუ უფრო კაია თუ გუშინ იქნებოდა გამარჯვება, მაგრამ დღეს არა უფრო გუშინ. აი ეგეთი მიდგომები სანამ არის, ეგეთი თემა არის. და ხა ამით იმის თქვა კი არ მინდა რომ ან ბატონი ხაბეიშვილი არა სწორია ან სხვა. რა თქმა უნდა სწორია ის მისი ბრძოლის მეთოდებია და ის არც ხმალავს და სწორიცაა რა, იმიტომ რომ მისი გზა არის ეს. სხვების გზა არის ცოტა სხვანაირი მიდგომა, მოდი ასე ვთქვათ, კოორდინირებული. ზოგიერთის მიდგომა სეპარატისტულია, მე ვარ მარტო და სხვა არავინ არ მაინტერესებს, ხო? ან ჩემ აზზე ხარ, ან თქვა და არავისაზე. აი ეს არის დაქსაქსულობა, ქალბატონებმა. დაქსაქსულობა როცა არის, ვისთვის ხმზე ასხამს წყალს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წესს ხმზე ასხამს წყალს ეს ყველაფერი. ეხლა იმით თქვა კი არ მინდა რომ ვიღაცა ვიღაცის დავალებებს ასრულებს რა. ეხლა ეს აბსურდული იქნება ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არაკოორდინირებული მოქმედება. ეხლა ყველა თქვენ დააკვირდით აი მეცინება იმ ადამიანებზე, ვინც ახლა აი საჭიროა ერთიანობა, ხო? ზუსტად ის ხალხი ვინც იცახოდა ერთიანობა საჭირო 24 წელს ყველაფერი გააკეთა რომ ერთიანობა არ ყოფილიყო. აი ყველაფერი გააკეთა. ვაშაძეს გულისხმობთ? არა, ვაშაძე რა შუაში არის. საერთოდ მარტო ვაშაძე იძახეს ერთიანობას. ყველა ჩემი ჩათვით, ყველა პოლიტიკოსი იძახეს ერთიანობას. ვაშაძე ამ შუაში არა ეს. მე ვიძახი იმას. რადგან ეს მისი წერილების სწორედ ამ თემას ეხებოდა და მოწოდებებს რომ დროზე უნდა დავიწყოთ კონსულტაციები. ჩვენთან ვლაპარაკობდი ეთერში, აქა გახსოვთ თუ არ იქნება ერთიანობა, იქნება დაქსაქსულობა, ის გამოიწოს ოცნების გამარჯვება, თქვენს ეთერში თქვი. გამოდიოდნენ მათემატიკურად ასე არ არის თითებს თქვენ ხელებზე არ ყოფნით და თითები პროცენტებზე ზოგიერთებს და ნუ მაგალითს ხო ხედავთ რაცა და ამიტომ ყველა პოლიტიკოსი იძახოდა ამას, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა რომ ეს ერთიანობა აღარ ყოფილიყო. იმიტომ რომ ყველა ყოფილიყო რაღაცასთან, რაღაც თავის ინტერესები გაენახორციელებდნენ და მორჩა. დღესაც იგივე ვხედავ მე ერთიანობას თემა როგორ ხდება ხალხმა, იცით? რამდენი ბლოკი საარჩევნო ბლოკია, მოდი ვთქვათ პირდაპირ ეს ერთიანი თემა, საბოლოოდ ამისკენ ზოგს უნდა ამის დამალვა. ეხლა რა დროს ეგ არის? არ არის ასე. ყველაფერი მთავრდება ფინალი. თუ ფინალი არ გაქვს,
გარკვეული დაანჩენი არის ლაზღადარობა, მეტი არაფერი. საარჩევნო ბლოკი ვის გულისხმობს? ნებისმიერი ერთიანობის თემა ხო ხა ხელისუფლების ცვლილება მოხდება არჩევნებში. ხო, არა, თქვა კიდეც რომ აი ვაშაძე რატომ მოვიყვანე მაგალითად, მან უფრო დააკონკრეტა ხომ, რომ ეს უნდა იყოს რაღაცა ერთი პარტია, ერთი ნომრით. მაგრამ ასე უნდა ყოფილიყო 24 წელს. დავანებოთ ამას თავი. ეხლა კი ბატონო, წავიდეთ ამ გზით, მაგრამ ამას განცხადება არ არის საქმე. ამას ჭირდება მუშაობა. ეს ასე ახლა რატომ თქვი რამდენი ბლოკი გამივლია მეთქი რამდენი 3-4 თვე მიმდინარეობდა მუშაობა ყველაფრის გარკვევა და მერე საჯაროდ გამოტანა. როგორც ჯერ ხდება საჯაროდ გამოტანა და ტელევიზიით მოწოდება რომ ეს არის საჭირო, ეს არ კეთდება. პირდაპირ გეუბნებით ამას რა. ჯერ არ მახსოვს რომ ტელევიზიით გამოტანილი დამთავრებული იყოს ლოგიკურ ფინალამდე. თუ ის არ იყო მანამდე მომზადებული. ანუ ფიქრობთ რომ ბოიკოტის იდეა განწირულია? არა, ბოიკოტის იდეა არა, ბოიკოტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ღებულობს ინდივიდუალურად. მეც პოლიტიკურ ბოიკოტში ვარ, ხო? ერთია ბოიკოტი, ასე ვთქვათ, ადგილობრივი არჩევნების მიმართ, მაგრამ მეორეა მიიღო ადგილობრივ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ანუ ვსაუბრობ 4 ოქტომბრამდე პერიოდზე და მე გეკითხავ თქვენ რა მოლოდინები გაქვთ, აი რა შეიძლება მოხდეს 4 ოქტომბერს და ყველაზე რეალისტური როგორ არაფერი არ მოხდება, ცოტა ის მოხდება რომ გახარედალელო მიიღებენ მონაწილეობას. მე სხვა რაღაც აი არაფერი არ მოხდება, ლაპარაკობ ხელისუფლების ცვლილებებით და რაღაც რყევები. არაფერი. რატომ სხვა მოლოდინები აქვს მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას, პაატა ბურჭულაძეს, რომ 4-ში გამოვალთ, 5-ში თავისუფალი იქნება ქვეყანა. ძალიან მარტივად. ყველას გაუმარჯოს თავის მიმართებაში და რაც როგორ თვლის საჭიროდ. მე ლაპარაკობ ობიექტურად რაც არის. 7 პოლიტიკური პარტია მიდის არჩევნებში. პოლიტიკური პარტია აქედან 2 ბარიერ გადალახული პარტია. ძალიან მარტივი. ეს არჩევნები შედგა. 7 რომელი პარტიები დაითვალეთ? როგორ ხა 2 ბარიერ გადალახული პარტია, ქართული ოცნება, გირჩი, პატრიოტთა ალიანსი, კონსერვატული პარტია, კიდე რამე ემატება 3-4 პარტია. არა, არჩევნებში მიდის ხალხი არჩევნებში. ფაქტია ეხლა ეს. ხო? ეხლა ეს რაც მე ვთვლით, თორე 1-3-4 კიდე დაემატება მაგ არჩევნებს. აქედან გამომდინარე გამოდის რომ 3-4 საიდან ხომ არა იმ არა, იქიდან არა, პარტიების რაოდენობიდან დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია არის, 10 პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩემი პოლიტიკური პარტიით ჩართული შედეგები დადოა საპარლამენტო არჩევნებში, ამ 10-დან 6 მიდის და ეხლა ფაქტია ეხლა ეს. აქედან გამომდინარე 4-ში ეს არჩევნები უზრუნველყოფილი იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნები იქნება უსაფრთხოების ქვეშ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომელიც ოპოზიციონერები იქნებიან, სახელმწიფო იქნებიან. ეხლა ამ მომენტში თქვენ გინდა გითხრათ, მითხრათ მე პირობითად, რომ სხვა პარტიები ამ 3200 თუ ეხა 2700-ია თუ არ ვწდები საარჩევნო უბანს გაუკეთეს ბლოკირებას და ამომრჩევლოს არჩევნებს. ესენი აქედან გაუკეთებენ ბლოკირებას, ჩვენ მოგვისმენია გეგმა რომ 3000 მამკა ხაზარაძე წერდა თუ არ ვწდები ხო რომ 3000 ცხელი წერტილი უნდა იყოს 4 ოქტომბერს. მე რაც კი პოლიტიკაში ვარ, ყოველი არჩევნების წინ ცხელი წერტილი უნდა იყოს, ხმები უნდა დავიწყოთ, ჩვენ არ გავაყალბებიებთ და მე ყველა გაიწევა გვერდი. ეს გავლილი მაქვს მილიონჯერ, ვიცი ძალიან კარგად და ფინალი ამ ფილმის. ზუსტად იქნება ეხლა ასე ეს. იმიტომ არ მეგულება ძალა, ვინც ბლოკირებას გაუკეთებს უბანს. არ მეგულება, ძალიან მარტივად. აქედან გამომდინარე, ეს იგი შედგა არჩევნები. ეხლა დგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხა ჩვენც პოლიტიკურ ბოიკოტში ვარ და არ მივდივარ რა, მაგრამ არ მინდა შევქმნა ფუჭი მოლოდინი, პირდაპირ ვიძახ, თორე ისაც ხაბეიშვილი ლაპარაკობს, სწორი ეს მისი გზა, ის ასე ხედავს. არავის არ აქვს უფლება მას შეუზღუდოს. ისე როგორც სხვაც, რომელიც ფიქრობს სხვანაირად, კალბოტონი ხოშტარია, ხო? ამიტომ ვიძახი, რომ ეს ტელევიზიით კი არ უნდა ხდებოდეს ამის განხილვა. ამით გვალ მაგიდასთან უნდა ხდეს დეტალურად გავლა ამ ყველაფრის მოლაპარაკება. აი შენ შეგიძლია ეს მიდგომები ძალიან კაცრი, ზოგ შეუულია უფრო კაი კოორდინირება გააკეთოს და აქ ლაპარაკის უნარი და თქვა კულუარულად მზადების უნარი, ზოგს აქვს კარგი უნარი ბლოკირება გააკეთოს, ზოგს აქვს შიმშილის უნარი, შიმშილობა დაიწყოს. ეს თუ კოორდინირებული არ აქვს, ცალ-ცალკე არავინ არაფერი არ გამოვა რა. აქედან გამომდინარე, ამიტომ ეს მოლოდინი არ ამაქვს დიდი. ღიათ ვიძახი. ხედავ რომ ხდება კანონმდებლობის გამკაცრება ძალიან მაღალ დონეზე. ძალიან მაღალ დონეზე. თვითმმართველობის არჩევნები, აი მაგალითად არ იწვევს რევოლუციურ ფონს. ეხლა მე ძალიან კარგად ვიცი რეგიონში რაც რევოლუციურ ცვლილებებს, აი მაგალითად რა შანსები აქვს, თუ კი საბოლოოდ ალეკო ელისაშვილი იქნება დაშვებას ვაკეთებ ესე თეორიულ დონეზე შეთანხმებული კანდიდატი ლელოს და გახარიას მხრიდან, რა შანსები აქვს მას კახი კალოძესთან?
დღეს ამ საარჩევნო რეჟიმში, ამ საარჩევნო სისტემით, ამ მიდგომით პარტიების მისთვის, ამ დაგსაქსულობით ბატონი კახი კალაძე მესამე ვადით გახდება ქალაქის მერი. მარტივი პასუხია ჩემი. ანუ წაგებულ ბრძოლაში შედის ოპოზიცია. აი ამ ფონით, ამ საარჩევნო სისტემით, ამ ოპოზიციური დაგსაქსულობით, იმ ფინანსებით, იმ მიდგომით, რაც ახლა ხდება, როგორ გონია თქვენ ერთი თვით ადრე დასახელებული ოპოზიციური კანდიდატი მერის არჩევნებს მოიგებს, მე არ მგონია ეგეთი რაღაცა. პირდაპირ ვთქვა, ამიტომ ეს არჩევნები იმ კანონმდებლობის ცვლილებით რაც გახორციელდა და ყველაფერი გაიმარჯვეს ბატონი კახი კალაძე. ძალიან ჰქონდათ რესურსი უფრო ადრე დაესახელებინათ ოპოზიციური კანდიდატი, როგორც ჩანს, ახლაც უჭირთ, არ ვიცი. ან შერჩევა, ან საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება. ხო, რომ ქონოდათ ალბათ დაიჭერდნენ ხომ თადარიგს და უფრო ადრე დაასახელებდნენ ხარ. ანუ ყველა სისტემიდან გამომდინარე, რასაც მე ჩამოთვალე, გამარჯვებული არის კალაძე. ხა, რა თქმა უნდა, ვინც არჩევნებში წავა, ის იტყვის მე გავიმარჯვებ. ეს საარჩევნო თემაა, საარჩევნო პიარია, ყველაფერი საარჩევნო თამაშებია, მოდი ასე ვთქვათ. უბრალოდ საარჩევნო ცეკვები იქნება ეს, ერთმანეთის ისე, თორე სიამოვნებაში გაიმარჯვებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ერთიანი კანდიდატ შეეძლო მხოლოდ მოეგო ყველა ოპოზიციური პარტიების. ერთიან სისტემა შეეძლო მოეგო, ერთიან საარჩევნო ბოიკოტ შეეძლო მოეგო და ჩაეგდო მაგათად ბატონი კახი კალაძე ყოფილიყო მარტო მერობის კანდიდატი ერთი. პირობითად ვლაპარაკობ რა. ეს ხო უფრო სერიოზული თემა იყო. დღეს ესეთ რაღაცა არ არის. ეს ხო პოლიტიკური ბერკეტი არის. მოქმედების ხო? ეს პასუხისმგებლობა არის იმ ორი პარტიის მხარეს. არ წმინდა არავის დავაკისრო პასუხი. რატო იცით გეტყვით რატო? იმიტომ რომ არ არის ეს ორი პარტია. ჩვენ ვიძახით ორი არ არის ორი პარტია. რატო აი ბარიერ გადასული ამდენ ყველას გაყავდა ეს არჩევნები. ეხლა არ არის ეს ორი პარტია. 7-8 პარტია მიდის. ჩიჩუმია მაგაზე. რატო ორი პარტია? 7-8 პარტია მიდის. არჩევნებში. როგორ იქნება წინასაარჩევნო პერიოდი, ისიც ძალიან საინტერესოა. სხვა შორის არ ვიცი, ცალკე ლევან ხაბეიშვილს აქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია გამოგონილი ბრალით, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ის დააკავონ. ცალკე მიხეილ სააკაშვილს აქვს მოლოდინი, რომ მას ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, საუბრობს რა იმაზე, რომ მთავრდება დროებით საგამოძიებო კომისიის მანდატი და დროებით საგამოძიებო კომისია წარმოადგენს კომისიის დასკვნას და მოხდება მისი დადანაშაულება 2008 წლის ომის დაწყებაში. გააქვთ ამის მოლოდინი? მე ომის დაწყებაში ქართული მხარის დადანაშაულებაში მოლოდინი არ მაქვს. შეიძლება ვწდები, პირდაპირ ვლაპარაკობ, მე მაქვს მოლოდინი იმაში, რომ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხებს დააყენებენ ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც უყურებ ვიდრე დანაშაულებას. მარტივად, იმიტომ რომ საქართველოს რომის სტატუტის მიერ და ჰააგის პროკურატურის მიერ ეგ საკითხი გარკვეული არის. ეხლა თუ ამას ხაზს გადაუსვამენ, ყველაფერის მოსულობელია, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამ თემას. მთავრობის დანაშაულება მოხდება იმდროინდელი, მაგრამ არა ომის დაწყების თემა, იმიტომ რომ ამაზე დადგენილია. ეხლა ამას თუ ხაზი გადაუსვეს, ეხლა ძალიან რთულია ეს აი არ ვიცი რომ შეიძლება არაფერი არ გამოგვიცხავ, მაგრამ ვფიქრობ რომ ამაზე არ წავლენ. კიდევ ერთხელ დადანაშაულებაზე წავლენ მთავრობის ქმედებების, სხვა რაღაც ქმედებების, პიროვნებების, აგეთი მიდგომებით, მაგრამ ის რომ ქვეყანა დაადანაშაულონ, არ ამგონია. იმიტომ რომ ვადევნებ რა თვალყურს, იმიტომ რომ აი ეს კვალიფიკაცია ამაზე მიცემული არის, სანქციები გაცემულია რომის სტატუტის პროკურატურის მიერ, ამიტომ რა ვიცი, კიდევ ერთხელ მინდა არ გამოვრიცხავ მეთქი, ვერ დავდებ თავს, მაგრამ ძალიან ძიმეთ უყურებ ამას. გახარიასთან დაკავშირებით რა მოლოდინები გაქვთ, იმიტომ რომ ესეც იყო საგამოძიებო კომისიის შესწავლის სააგანი. ჩორჩანას საქმეს გულისხმობ. იცით რა არის, მე ჩორჩანას საქმეზე ძალიან მარტივად ვიტყოდი ერთ თემას რა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილ საგუშაგოზე მე გამოძიებას არ დავიწყე. ის რომ მტერმა რაღაცა ჩაიდინა მტერი ყოველთვის არის იმიტომ მტერი რომ რაჩილება მაქსიმუმ რა ქვია მაგას ჩაიდინოს დაპყრობითი ღონისძიებები. ამიტომ ის რომ სამართლებრივად ხაზუსანოს ჩორჩანას ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს საგუშაგო დაიდგა ეს დანაშაულება მგონი მე არ მიმაჩნია აი არ შევდივარ არაფელში ნებისმიერი მაშინ თუ ამას მიუდექით ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფი ადამიანის რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ იყო ხელისუფალი იმდენი მუხლი შემილია დავწერო სამშვიდობო შეთანხმებები, რომელიც დაადო შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში. პირობითად, რომელსაც მოყვა ბევრი ის რომ სამშვიდობო ძალები გახდა საოკუპაციო ძალები, მაგალითად, ხო? აი ვინც მოაწერა, მაგალითად ხელი მოეწოდა, რომ ვინც ომობდა, ის არ ბრუნდება.
მაშინ დავიწყოთ ამით, ხვდებით და ზოგიერთი ვინც ასე რაღაცებს ხელს აწევს, დღეს ქართული ოცნების წევრები არა, მაშინ მივწვეთ ამ გზას. კი ბატონო, მადლობა. ამიტომ არის კითხვის ნიშანი, რომ პოლიტიკური დევნად ფასდება ნებისმიერი ქმედება. მადლობა, პატა დავით აიას, პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში. მოკლედ, მაინც ბოლომდე არ გვაქვს დაზუსტებული პასუხი, იქნება თუ არა 4 ოქტომბერი ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის განსაკუთრებული ბრძოლის დღე. ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ ეს თარიღი ბუნებრივად ჩანიშნა თავად ქართულმა უცნებამ, რადგან ამ დღეს დანიშნა ადგილობრივი არჩევნები, შესაბამისად განსაკუთრებული ბრძოლის დღე არის ეს მათთვის და აპირებენ, რომ ასე ვთქვათ, განსაკუთრებული შემართებით იყვნენ ამ დღეს, ვინ უერთდება და ვინ არა. ნაციონალური მოძრაობის სწორედ 4 ოქტომბრის გეგმებს ალბათ უახლოეს მომავალში გამოჩნდება ჯერჯერობით რაც ვნახეთ იყო კრიტიკა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაღაც კონკრეტული თარიღი ჩამოკიდო და ამ თარიღის მიმართ მოსახლეობაში ფუჭი მოლოდინები აღძრა. გიორგი შარაშიძე გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. გიორგი, მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვინაიდან და რადგანაც ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად დაასახელა, რომ მათი მერობის კანდიდატი იქნება კახა კალაძე, რომელიც მესამე ვადით იყრის კენჭს თბილისის მერობისთვის. ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ინტერესი იმ ოპოზიციური ძალების მიმართ, ვინც იქნება უშუალო კონკურენტი კახე კალაძის. აი ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც ბოლო დღეებში გააქტიურდა, მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილი უარყოფს მისი კანდიდატურის განხილვას, შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ან დაგვიდასტუროთ, ან უარყოთ, რომ ალეკო ელისაშვილი თქვენი მხრიდან, თქვენი და ლელოს მხრიდან, ამ შემთხვევაში დავაზუსტებ კიდევ ერთხელ, როგორც პოლიტიკური პარტნიორებისა, იყო ან არ იყო განხილული როგორც თბილისის მერობის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი. ემა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდი პირველ რიგში თავად კალაძის წარდგენის ფაქტზე ვისაუბროთ, თუ უნებას დავთავთ, რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ამ ფაქტს, რა თქვა ამით ოცნებამ, ხო? ანუ ადამიანის წარდგენა თბილისის მერის კანდიდატად, რომელიც პირდაპირ ასოცირდება კორუფციასთან და ყველაზე მეტად ასოცირდება ანტიევროპულ განცხადებებთან და მე არ ვიცი, რამდენი ასეთი განცხადება შემიძლია გავიხსენო, განსაკუთრებით რო არ წავიდეთ წარსულში, სულ ბოლოდროინდელი განცხადება, მაგალითად ევროკავშირის ელჩის მიმართ, როდესაც მან თქვა, რომ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გავაგდებდი ამ ელჩს საერთოდ ქვეყნიდან. ეს მაგალითად შემიძლია გავიხსენო კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, რა განცხადებებს აკეთებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ამით ოცნებამ პირდაპირ უთხრა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ჩვენ კორუფციასთან ბრძოლას არ ვაპირებთ. ეს არის მხოლოდ ფასადური, რაღაცა იმიტაცია კორუფციასთან ბრძოლის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება კორუფციასთან, ამ ადამიანს მესამე ვადით წარმოადგენთ თბილისის მერის კანდიდატად. ამიტომ მე მინდა მიმართო ამ მომრჩეველს, რომელმაც საჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებზე მისცა ოცნებას ხმა. ეხლა ისინი თუ ამ ყველაფრის შემდეგ, რაც აი ბოლო 7 თვის განმავლობაში საკუთარი თვალით ნახეს, როგორ არის ქვეყანა ჩაფლული კორუფციაში და ჩაფლულია იმდანად, რომ თავად ოცნებაც ვეღარ მალავს. იმიტომ მიდის ახლა ეს ბოლოდროინდელი, ასე ვთქვათ, ეს სპეცოპერაცია, ხო? მაგრამ აქ მთავარი რა არის ახლა? კორუფციასთან ბრძოლა მაშინ არის ეფექტური, როდესაც შენ ამ ბრძოლას აწარმოებ აბსოლუტურად ყველას მიმართ. და ახლა შენ იქ რაღაც პატარა ლიფსიტებს გამოეკიდო, ხო? და ამ დროს კალაძე ისევ მერიყავდეს. და ის 25 ეხლავე მივალ აქამდე ის 25 ოჯახი კიდევ ვიზა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმას არ შეეხო იმიტომ რომ პირიქით ისინი კიდევ უფრო დაცულები დატოვოს სწორედ იმ პროცესის შედეგად გახარია სასწრაფოდ აღარ ქონდა ბოლო ინფორმაცია იმიტომ რომ რასაც ვუყურებთ და მე მგონია რომ 20-25 ოჯახზე უფრო მეტია ვისაც საკმაოდ დიდძალი ქონება დაუგროვებია ამ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო მასშტაბის კორუფცია არის ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მილიონზე და 2 მილიონზე. ახლა ყველა ფული და ყველა კაპიკი მნიშვნელოვანია და ჩვენნაირი ქვეყნისთვის კორუფცია რომ ქვეყნის ღალატის ტოლფასია, ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ახლა 1,5 მილიონზე რო ედავები მინისტრის მოადგილის დონეზე რო დაგყავს კორუფციის ფაქტი.
როდესაც გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები არიან კორუფციაში ჩართულები და კიდევ მეორე მერად კალაძეს წარადგენ, ამით პირდაპირ იყიდები, ანუ ყიდი საკუთარ თავს, რომ შენ კორუფციასთან ბრძოლას რეალურად არ აპირებ, ეს ერთი. და რა თქმა უნდა არ აპირებ ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებას, იმიტომ რომ ხა ადამიანი თბილისის მერად ყავდეს ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, ანტიევროპული განცხადებებით გამოირჩევა, ეს ბუნებრივია, ამის მორიგი დასტურია და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, ხა დღეს მოვასწარია სიუჟეტის ყურება ერთ-ერთ არხზე, სადაც მთელი ეს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული მათი სხვა სპიკერები ამბობენ, რომ აი მაგალითად რომ კალაძემ სასწაულები გააკეთა თბილისში, რომ ესეთი თბილისი არავის არ ახსოვს, გააკეთეს აქცენტი, წარმოედგინეთ სიმწვანეზე, ემა სიმწვანეზე ადამიანი, რომელმაც ჯერ იმას რო თავი დავანებოთ, რომ დაგვპირდა რომ თითქოს იპოდრომს თბილისს უბრუნებს ივანიშვილიო და ეხლა ხედავთ რომ იმ იპოდრომისგან არაფერი დარჩა და მწვანე სივრცე რაც იყო, იქაც ბეტონის ჯუნგლებად უნდა აქციოს და არ ვიცი კიდე რამდენი მაგალითი მოვიყვანო და აი ვამთავრებ ამით. რა არის კალაძის კაპიტალი? აი რას უტოვებს ის თბილისს, ხო? პირველი რუსულ კამაზებს და ისიც თქვენ რომ 5 მილიონი ლარი მაშინ, როდესაც რუსეთი უკვე აქტიურ ომს აწარმოებდა უკრაინაში დასანქცირებული კომპანიისგან იყიდა ერთი ჩინურ მეტროს ვაგონებს, იმიტომ რომ ეხლა გამოაცხადა ტენდერი, რომ მომავალი წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარი ჩინეთს უნდა გადავიხადოთ და იქიდან უნდა შემოვიყაროთ მეტროს ვაგონები და ირანულ თეთრ ქვებს აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გამყობზოლში თეთრი ქვები რომ არის და იქ გაუვალი ბალახი რომ ამოვიდა და ღამე რომ ამუშავებდა კიდე თბილ სერვისის თანამშრომლებს. აი ეს არის კალაძეს კაპიტალი. მესმის კალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება იქნება ყველაზე მარტივი, იმიტომ რომ მასზე მისი გაკეთებული და გაუკეთებელი საქმეებიც მეტყველებს. კიდევ ერთხელ გეკითხებით, თქვენ სანაცვლოდ ვის გვთავაზობთ? არათუ რა, ხო, მაგრამ ეხლა ვერ დამისახელებთ ის მაინც მითხარით. გითხრათ, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ნუ ეხლა ალეკო ელისაშვილზე ხლა ეს გავრცელდა და ალეკო ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ რა თქმა უნდა, ნუ ჩვენ იმიტომ გავერთიანდით ჩვენ და ლელო, ხო? რომ ამ მემორანდუმის ხო გახსოვთ, თავარი არსი იყო ის, რომ ჩვენ უნდა პირველ რიგში შევჯერდეთ ნეიტრალურ ანუ უპარტიო კანდიდატებზე. განსაკუთრებული ხმები, რომ ლელო გთავაზობდათ ალეკოს, მაგრამ ყველაზე ლელო განიხილავს თავის გუნდში, ხო? განიხილავს, მაგრამ წინააღმდეგობა თქვენი მხრიდან წამოვიდა. აქამდეც არანაირი წინააღმდეგობა არ არის. უბრალოდ თავად თქვით ახლა რომ შეთანხმება დგას იმაზე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ნეიტრალური კანდიდატი, კი ბატონო. ყოფილიყო და იქნება ნეიტრალური კანდიდატი, ამას გიდასტურებ. ანუ ალეკო არ იქნება საშვილი, იმიტომ კი არ იქნება რომ ეხლა ცუდი ბიჭია და რამეს ვერ ჩით მას. უბრალოდ იმიტომ არ იქნება რომ ჩვენი შეთანხმების მთავარი ამოსავალი წერტილი არის განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და რა თქმა უნდა პირველ რიგში თბილისი უპარტიო კანდიდატი, რომელსაც ექნება საზოგადოების გაცილებით დიდი მხარდაჭერა ვიდრე რომელიმე პარტიულ კანდიდატს. იმიტომ კი არა რომ ან ლელოს არ ყავს კარგი კანდიდატები, ან ჩვენ არ ყავს, მე ჩვენ გუნდში მინიმუმ 5-6 უმაგრესი კანდიდატი შემიძლია ახლავე დაგისახელოთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ ვიპოვოთ თბილისის მერობის კანდიდატი არც თქვენი გუნდიდან იქნება და არც ლელოდან იქნება. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ასეთი კანდიდატი იყოს. საზოგადოების. ჯელობთ ამაზე, ეხლა მედეს ეს პროცესია, მაგრამ ჩვენ ამაზე მუშაობთ ახლა, ხო? ანუ მაქსიმალურად კარგი. ანუ მართ არ იყოფილა, როდესაც აი პოლიტიკაში გარკვეული თან საარჩევნო, რა ვიცი, საკითხებში გარკვეული ადამიანები ამბობენ, რომ ძალიან გაჭირდება ასეთი ადამიანის პოვნა, ანუ ერთი რომ ნეიტრალური ის, მეორე რომ მზაობით შევიდეს პოლიტიკურ ბრძოლაში, ეს პოლიტიკური ტვირთი აიღოს თავის თავზე, მესამე უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობით და როგორც ამბობენ ხოლმე, ფაქტობრივად იყოს დიმიტრი გელოვანის ყველა უნარებით და თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი. ანუ როგორც ჩანს, რადგან ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხართ, მართლაც რთული ყოფილა ასეთი ადამიანის პოვნა. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, მოდი ესე ვთქვათ. ანუ შესაძლებელია რომ ჩვენ შევჯერდეთ აი ზუსტად ესეთ კანდიდატზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომლის თვისებებს ჩვენ ჩამოთვალეთ. და მე როდესაც საუბრობ რა მემკვიდრეობას ტოვებს კალაძე, აი სწორედ მისი საწინააღმდეგო უნდა იყოს. უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს კორუფციას, ადამიანი, რომელიც როგორც თუ პოლიტიკური გამოცდილება არ ექნება, ანუ შესაბამისად აი მომოლოდინები, რომ ის პოლიტიკურ კორუფციას დაასრულებს, რამდენად გამართლებულია. შეიძლება გამოცდილება არ ქონდეს, მაგრამ მას უნდა ქონდეს ნება
მას უნდა კონდეს ინება, ეხლა რა თქმა უნდა, ლიდერი უნდა იყოს ეხლა აქ. ისეთ ადამიანს ჩვენ ვერ შევარჩევთ, რომელიც არ არის გამორჩეული ლიდერული თვისებებით, ხო? და ეხლა ამას არ ჭირდება კორუფციასთან ბრძოლას რაღაც განსაკუთრებული პოლიტიკური და ადმინისტრაციული გამოცდილება. კორუფციასთან ბრძოლას ჭირდება პოლიტიკური ნება პირველ რიგში და რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელიც აი ამ ბრძოლას მოიგებს და ერთხელ და სამუდამოდ თბილისში ყოველ შემთხვევაში კორუფციას დაასრულებს. და თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს გადასცა. ეს ძალიან დიდი ბიუჯეტია და აქ არის კიდე მეორე უკანონო სრულიად შავი შემოსავლების წყარო, რაც არის სამშენებლო ნებართვების. ხო, დარწმუნებული ვართ, აი დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძიების პროცესში, გიორგი, რამდენიმე ასე ვთქვათ, ვარიანტი შეარჩიეთ, შესთავაზეთ, განიხილეთ. აი ყველაზე დიდ წინააღმდეგობას რა საკითხში აწყდებით? ეს არის შეუთანხმებლობა. წინააღმდეგობას რატო ვარქმევთ? წინააღმდეგობას არ ვაწყდებით. უბრალოდ ჩვენი ვერ იპოვეთ საერთოდ ესეთი ადამიანი თუ იპოვეთ და მაგალითად მას არ ქონდა სურვილი პოლიტიკურ ბრძოლაში შემოსულიყო. ნახეთ, ჯერ ერთი ჩვენ გვაქვს დრო, მოდი ეს დავაზუსტოთ. 4 სექტემბრამდე კანონმდებლობით გვაქვს ვადა და ამიტომ ჩვენ ბოლომდე ყველა რესურსს დროს სექტემბრამდე ხო მნიშვნელოვან საარჩევნო კამპანიის ჩატარებას მოასწრებს კახიკალაძე ქართულ ოცნებასთან ერთად და ამიტომ ჩვენ ამას ბოლომდე არ გადავწყვეტ. ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მერობის კანდიდატის წარდგენა. ამიტომ რომ არაორდინალური სიტუაციაა, ხო? ეხლა ხო არ არის რაღაც სტანდარტული საარჩევნო კამპანია და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ცოტაც მოვითმინოთ მესმის თქვენი ჟურნალისტური ცნობის მოყარეობა, მაგრამ მერწმუნეთ რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენ და ლელო ერთად შევძლებთ საუკეთესო კანდიდატზე შეთანხმებას როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. რაც შეეხება პარტიულ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, პარტიული კანდიდატებს გვეყოლება მაჟორიტარულ ოლქებში, ასე როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში, მაგრამ დავაზუსტოთ ესეც რომ არ იყოს გაუგებრობა, ნებისმიერი პარტიული კანდიდატი ჩვენგან იქნება გახარია საქართველოსთვის გუნდიდან თუ ლელოდან. ამას ჩვენ კონკურენციაში ამ დროს ერთმანეთთან არ შევალთ და ექნება ერთ კანდიდატს ექნება ორ პარტიული ხარდაჭერა. ხო, მომინიშნავს ლელოს მესიჯ ბოქსი ამ თემასთან დაკავშირებით. ცოტა მგონია რომ დაზუსტებას საჭიროებს, რაც შეეხება კანდიდატურას, გადაწყვეტილებას თბილისი მიიღებს, ჩვენ კი აღვასრულებთ, ანუ რა პრინციპით არჩევთ. ამაში გულისხმობენ იმას, რომ ჩვენ რა თქმა უნდა თბილისელებთან ვათანხმებთ ამ თემას, ანუ რაღაცა წინასწარ კვლევით, ანუ კვლევით, კომუნიკაციით და ასე შემდეგ. ხო, ხომ ეს ჩვეულებრივი შიდა პროცესია, რომელსაც ნახეთ, ლელო რომ მაგიდასთან დაჯდება და ჩვენ რომ მაგიდასთან დავჯდებით, ერთ მაგიდასთან რომ დავსხდებით ჩვენ და ლელო. ჩვენ ხო წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებით, ჩვენი გუნდის შიგნით ჩატარებული უნდა გქონდეს. აბა რა ინფორმაცია უნდა გავცვალოთ ერთმანეთთან, ხო გესმით და დღეს ეს პროცესი მიდის. და ამიტომ ეს არავის არ უნდა უკვირდეს, რომ ეხლა მაგიდაზე შეიძლება იდოს რა, ვიცი, 15 კანდიდატურა პირობითად და სავარაუდოდ მათ შორის შეიძლება ერთ-ერთი იყო კიდე ცალე კოალიციაშვილი ეს იყო და ეს. ამიტომ ეხლა რაც დრო გავა, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ახლოს მივალთ იმ საბოლოო გადაწყვეტილებამდე და ამას რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენგან გაიგებს საზოგადოება. ხო, დროებით საგამოძიებო კომისიის მოსალოდნელ დასკვნასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებს, უფრო სწორედ რა მოლოდინები გაქვთ, რა შეიძლება შევიდეს ამ დასკვნაში გიორგი გახარიასთან მიმართებით, იმიტომ რომ ვიცით რომ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ისიც იყო ინტერესის საგანი, გამოიკითხა ორჯერ და შესაბამისად დასკვნაში მასზეც იქნება მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, თავი. რა მოლოდინები გაქვთ? რა მოლოდინი უნდა გქონდეს, როდესაც ისიც კი იკადრა ოცნებამ, რომ პოლიტიკური და პირადი შურისძიების გამო მთელი საკუთარი გუნდის ყოფილი და მოქმედი წევრები ეს რიგში დააყენა და საკუთარ ასე თქვა თავმოყარეობაზე გადააბიჯებინა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ჩვენებები საჯაროდ მიაცემინა. ამის მერე რა მოლოდინი უნდა გქონდეს, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ეს იქნება შეკერილი საქმე. რომელიც არ არის გახარიას წინააღმდეგ მიმართული საქმე. მე ამ საქმეს პირადად დავარქვი ქართული ოცნება საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ რომ ეს არის იმ საქმის გაგრძელება, რომელიც თავის დროზე
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა დაიწყო, იქაც უბრალოდ ანალოგიური საგამოძიებო კომისია ჰქონდა შექმნილი და ასევე ეგრეთ წოდებულმა პროკურატურამ და ეხლა ეს საქმეები ყველაფერი წულუკიანმა და მისმა, ასე ვთქვათ, გუნდმა გადმოიბარა. რეალურად ის პრეტენზიები, რაც ამ მარიონეტულ რეჟიმს, ასე ვთქვათ, ჰქონდა საქართველოსთან, ეხლა საქართველოს საკუთარ მოქალაქეს უყენებს, საკუთარ ყოფილ პრემიერ-მინისტრს უყენებს და რა თქმა უნდა ეს არის შეკერილი საქმე და არც იმას არ გამოურიცხავ ემარ რომ ეხლა ამ საქმეზე გაჩერდეს, იმიტომ რომ თავად ხედავენ რომ ასე ვთქვათ საზოგადოების მხარდაჭერა ამ თემას არ მოყვა და ძალიან ბუნებრივია რომ არ მოყვა. არა თუ საზოგადოების, არამედ საკუთარი ამომრჩევლების დარწმუნებაც კი ვერ შეძლეს რომ ეხლა ჩორჩანას საქმეში გიორგი გახარია რაიმე ტიპის ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს დგამდა. პირიქით ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მან გამოიჩინა ღირსება სახელმწიფომ, ქართულმა სახელმწიფომ გამოიჩინა ღირსება და მშვიდობიანად შეძლო ჩვენი ტერიტორიების შენარჩუნება. რამინდა გიორგი გითხოთ ამ დასკვნაზე უფრო სწორად კი ამ დასკვნის იმ ნაწილზე რომელიც გიორგი გახარიას მიეძღვნება იმ ჩანაწერზე რაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაჩნდება არის თუ არა მისი სამომავლო გეგმები პოლიტიკური ნაბიჯები დამოკიდებული ანუ შესაძლებელია რომ დასკვნის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დაბრუნდება თუ არა საქართველოში ну პირველ რიგში ნახოთ, ჯერ დაველოდოთ, ეხლა დასკვნა და პარალელურად ვიცით, რომ პროკურატურა კიდე ცალკე აქვს საქმე დაწყებული. ჯერჯერობით ის აქტიურად არის, რა თქმა უნდა, ჩართული ჩვენ საქმიანობაში. ეხლა დისტანციური რეჟიმი დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია, ჩვეულებრივი მოვლენაა, ყოველდღიური ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს მასთან, მაგრამ მას იქ აქვს კიდევ ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი, იცით რომ იქ თავარი მიზანი მისი არის საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა და ახლა იმ ქვეყნებში სადაც ის არის პერიოდულად ეს იქნება გერმანია, ბერლინი, ბრიუსელი თუ სხვა ევროპული დედაქალაქები, მის მთავარი ამოცანა არის, რაც მან უკვე დაამტკიცა სხვათა შორის აი საგარეო საქმეთა მინისტერიალი რომ იყო შეძლო თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს ევროპული ქვეყნების შეხვდა პირადად და აი ამ უვიზო რეჟიმის გადადება რა თქმა უნდა არის მისი პირადი დამსახურება და ამიტომ ამაზე დიდ საქმეს ეხა ის საქართველოში რომ იყოს შეიძლება ამაზე ეფექტური აქაც ვერ ყოფილიყო. ასე რომ სანამ დარწმუნებული ვარ ეხლა ალბათ ამომრჩეველთან შეხვედრებს უნდა მართავდეს. ახლა ამ წინა საარჩევნო პერიოდში დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ პარტიას უფრო ჭირდება მესმის ასია, მაგრამ იმ საერთაშორისო ფლანგზე და ხა ნუ მოვიტყობთ თავს ყველამ ვიცით რა არის მთავარი მიზეზი მისი საქართველოში ჩამოუსვლელობის ხომ არის ის რისკები რომელიც მის დაკავებასთან არის დაკავშირებული და სწორედ ამას არიდებს ის თავს. ხო და არიდებს და ძალიან კარგი რომ არიდებს, ხო? იმიტომ რომ ხა იმ ვითარებაში როდესაც კიდევ ვიმეორებ დღეს ოცნებისგან ყველაფერი მოსალოდნელია აქ მთავარი არის გამოძებნოს სწორი და ყველაზე ეფექტური გზა, როგორ აპირებ ოცნების დამარცხებას და ჩვენ ეს თავიდანვე ვთქვით, ეხლა დღეს რო არის ამბავი ატეხილი კიდე ხა არ მინდა მეც ეხლა იმათ მსგავსად მეც ოპოზიციაში ჩავდგე სულ არ მეხალისება ის გაუგებრობები რაც არის ეხლა დღეს დაანონსებულ რევოლუციასთან ატეხილი, მაგრამ ეხლა დიდი ბოდიში ხო ჩვენ თავიდანვე ამოვდით რომ ჩვენ რევოლუციას არც 4 ოქტომბერს ვემხრობოდით, არც 5 ოქტომბერს და არც 8 ნოემბერს და ეხლა დიდი ბოდიში და იმ კითხვას რომ სვამთ ამდენი ხანი რომ რას აპირებთ ბოიკოტის შემთხვევაში და ამ კითხვაზე პასუხი რომ არ აქვს. იმიტომ არის ეს პრობლემა და ეს გაუგებრობა. და ამიტომ რაც მალე ჩამოყალიბდებიან და საზოგადოებას რაც მკაფიო გეგმას შესთავაზებენ, მით უკეთესი ჩვენი საერთო მიზნისთვის და ჩვენი საერთო მიზანი არის ოცნების ამ არალეგიტიმური და მოძალადე რეჟიმის დამარცხება და ხა ჩვენი გზით მივდივართ. ეს გზა არის არჩევნების გზა, მშვიდ რაც არ უნდა ძალადობა მოდიოდეს ოცნებიდან, ჩვენ ძალადობით არ უპასუხებთ. ჩვენ ძალადობას უპასუხებთ მშვიდობით, ჭკუით, პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯებით და ამას აკეთებს გიორგი გახარია. ამას აკეთებს ევროპაშიც და როცა ჩამოვა გააგრძელებს საქართველოში. მადლობა გიორგი შარაშიძე, გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება პარასკევს. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, ხვალ პალტრა ნიუსის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე შევხვდებით ერთმანეთს.